არსებობა თანაბარუფლებიანობა არის, როცა ადამიანს რომელსაც უფრო მეტი შემოსავლებს ეს არის რატო? იმიტომ რომ საჯარო სიკეთეები, აი მაგალითად უფასო ჯანდაცვით, უფასო განათლებით OECD-ის ქვეყნები, ეს არის ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები შედის და ასე შემდეგ და ასე ამერიკა. და რო არჩევანი მქონდეს სხვა არაფერი. ნებისმიერი რამის თუნდაც ჯანდაცვა. მოგესალმებით, მე ვარ ბექა ნაცვლიშვილი, ჩემი პირველი დებულება, შრომითი ურთიერთობები უნდა იყოს რეგულირებული სახელმწიფოს მიერ, მაგალითად ამ შემთხვევაში გულისხმობ მინიმალურ ხელფასს, თუნდაც. გამარჯობა. მე ავთვარ ლაბაძე. გასია. ჩემთვისაც მოკლედ, რაც შეეხება შრომით ბაზარს, მე უყურებ ესე, რომ შრომითი ურთიერთობა არის ორ კერძო პირს შორის ურთიერთობა, ჰორიზონტალური ურთიერთობა და მასში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და როცა ერევა, ეს იწვევს მათ შორის ცუდ ეკონომიკურ შედეგებს. მაგალითად, მინიმალური ხელფასის კანონი იწვევს ზოგადად სამუშაო ადგილების შემცირებას. ის ხალხი, ვინც ამ ზღვარს ქვევით ჩადის, მაგალითად რომ მოვიყვანოთ სიტყვაზე რაღაც 1000 ლარია მინიმალური ხელფასის კანონი და ნიკორაში, ჰიპოთეტურად ვამბობ, მაღაზიაში, მოკლედ ნიკორაში არა მაღაზიაში, მუშაობს 5 კაცი, რომელსაც რავი 2-ს აქვს 1200 სიტყვაზე და დანარჩენს 1000 დაბლა და მინიმალური ხელფასი გახდა 1000 ლარი. ეკონომიკური ლოგიკიდან გამომდინარე, მაღაზია ესეთ რამეს იზავს, რომ იმ ხალხს, ვისაც დაბალი აქვს ეს ხელფასები, გაუშვებს, დატოვებს იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე კვალიფიციურია, იმიტომ რომ მაინც ყველაზე მეტი უნდა უხადოს და იმათ ან ცოტათი მოუმატებს ხელფასს და სამაგერად საქმეს გაუზრდის, ან საერთოდ არ მოუმატებს ხელფასს და საქმე გაიზრდება. ან მაგალითად, როგორც ევროპაშია, კომპანია მიდრეკილი იქნება, რომ თანამშრომელები ჩაანაცვლოს ტექნიკით რა, იმიტომ რომ ფული დაზოგოს. მაგალითად 500 ლარიანი კონსულტანტის ნაცვლად 1000 ლარიანი კონსულტანტს არ აიყვანს და უბრალოდ ასე ვთქვათ, თვითგატარების აპარატს დადგავს. იგივე მაღაზიის ამბავში ვნახოთ. გარდა ამისა, როდესაც ბაზარზე, ასე ვთქვათ, რეგულაცია არის ხარჯი ბიზნესისთვის, ესე ვთქვათ რა. რაც უფრო მეტი რეგულაცია, მით უფრო მეტი ხარჯი აქვს ბიზნესს, ხოლო ბიზნესის ლოგიკა არის ის, რომ და ზოგადად ეგრე ხდება, რომ მე ჩემი ხარჯი უნდა მოვაღებინო ბრჭყალებში იმ პროდუქტს ან მომსახურებას, რასაც ვყიდი და ვაწარმოებ რა. და შესაბამისად, თქვენ თუ მე ხარჯებს მიზრდით რეგულაციებით, მე მიწევს, რომ პროდუქტი ან მომსახურება ხარჯი გავზარდოთ და შესაბამისად ამით ზარალდება ასევე მომხმარებელი. მომხმარებელი ზარალდება იმით, რომ იღებს უფრო ძვირ მომსახურებას და პროდუქტს, ხოლო დასაქმებული ზარალდება იმით, რომ კარგავს სამუშაო ადგილს, ხოლო ახლებს კიდე უჭირთ დაწყება, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არის ბრჭყალებში ახალი მოსული შრომით ბაზარზე და უნდა რომ ეს კვალიფიკაცია აკრიფოს და არის მინიმალური ხელფასის კანონი, როცა დამსაქმებელს ქონდა შესაძლებლობა, რომ მე ავიყვანე მაგალითად 500 ლარად, მე მუშავა, მე სწავლა და რაღაც წელიწადში, 2 წელიწადში კვალიფიკაცია ამეგროვებინა და მე სიტყვაზე გამეზარდა ხელფასი, ეხლა რომ მივდივარ მე დამსაქმებელთან და მაინდა-მაინც 1000 ლარი უნდა გადამიხადოს მინიმალურად სიტყვაზე, ის ჩემნაირ გამოუცდელ კადრს ამჯობინებს უკვე გამოცდილ კადრს, რომ მაინც ძვირი უნდა უხადოს და რაღა ჩემში გადაიხადოს ნაკლებად კვალიფიციურში, გადაიხდის უფრო მაღალ კვალიფიციურში. შესაბამისად, აქაც დაზარალდება ის ადამიანი, რომელიც სამსახურის მაძიებელია, რომელიც ახლა იწყებს კარიერას, გნებავს სტუდენტია და ასე შემდეგ. აი ეს მოკლედ რო გითხრათ ორი ის რომ მეტი სენტიმენტალური საკითხებია სტუდენტის. ზირთად სტუდენტები არიან ხალხი საქართველოში არ არის მინიმალური ხელფასი, მაგრამ მაკდონალდსმა უკვე დაიწყო რობოტების შემოყვანა გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესი ყოველთვის ცდილობს ხარჯები შეამციროს. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მინიმალური ხელფასი იქნება თუ არ იქნება. ესეა და მაგალითად ხელოვნური ინტელექტი რავი ტენდენციებს თუ აკვირდებით თუ გაინტერესებთ ეს საკითხი და რობოტიზაცია ისედაც ანაცვლებს ადამიანებს და სამუშაო ადგილებს. თავად ხდება, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ თქვენ დამატებით მოტივაციას. არა, დამატებით მოტივაციას არა. ეგ პირდაპირ, მაგრამ კაუზალური კავშირი ერთმანეთში პირდაპირი არ არის მან. ეხლა მეორე საკითხი რაც შეეხება თვითონ მინიმალურ ხელფასს და უმუშევრობას. აი მაგალითად მე შეიძლება არ დამიჯერო, თქვენთვის შეიძლება ავტორიტეტი არ ვიყო, მაგრამ აი მაგალითად არსებობს დევიდ კარდი, რომელმაც 2021 წელს ნობელის პრემია მიიღო სწორედ იმაში, რომ დაამტკიცა, რომ მინიმალური ხელფასი არა თუ ამცირებს დასაქმებას, არამედ შესაბამისად ზრდის. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს აქვს
როდესაც მინიმალური ხელფასი არსებობს, არიან უფრო მეტად პროდუქტიულები, ეგ ერთი, იმიტომ რომ მეტნაკლები აფილირება ხდება მათი იმ სამსახურთან, სადაც ისინი მუშაობენ. მეორე ეს არის მაგალითისთვის, რომ ესე იგი სტაბილურობის განცდა აქვთ, უფრო არ ცდილობენ რომ სხვაგან წავიდნენ და რჩებიან იმ სამსახურში და რაც თავარია მესამე, რადგან მინიმალური ხელფასი აქვთ, ეს შესაბამისად მათ ყიდულთ უნარიანობა ზრდის და აქედან გამომდინარე უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა და უფრო მეტი დახარჯული ფული ახდენს ეკონომიკის სტიმულირებას, იქნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი და ამ. ეს არ არის ჩემი მიგნება, ეს არის ნობელის პრემიის ლაურეატების მიგნება და ამიტომ მაშინ ჩავშალოთ ახლა ეს თემა, რასაც მე გეუბნები. ყველაფერს თავი დავანებოთ. თქვენ რო შეხვიდეთ ჯობს ჯიზე, თუ დაგაინტერესებთ, შედით. სად არის ხოლმე ყველაზე მეტი ვაკანსიები, ხო? ნუ ისედაც ეკონომიკის სტრუქტურა საქართველოში არის ტრაგიკული, ხო? ნუ რაღაცა, დავით, ექსტრაქცია, ეს ერთი რაღაც კიდე კაი რო ერთმა დაგვიტოვა მანგანუმი და რაღაცა და მეორე ეს არის შესაბამისად იყიდე გაყიდე, ვაჭრობა, ხო? მეტი ხო არაფერი. ამ იყიდე საყვარელი მომსახურების. აქედან გამომდინარე, ნახეთ ახლა როგორი ვითარება, რომ შეხედავთ ხოლმე, სულ არის ძირითადად აი ამ დაბალ კვალიფიციური მომსახურების სფეროში ვაკანსიები და იმდენი ვაკანსიაა, რომ აი გავსებულია, ხო? ადამიანები არ მიდიან და არ მუშაობენ. რატო არ მუშაობენ? ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, თუ ერთადერთი არის, ეს არის დაბალი ხელფასი. ადამიანს ნახეთ, არსებობს ეგეთი ცნება ღარიბი მშრომელი. დიახ, დავასრულებ და მოგცემ შესაძლებლობას. ანუ არსებობს ეგეთი, ანუ ადამიანს უფრო მეტ ძვირი უჯდება, რომ სამსახურში იაროს და იმუშაოს, ვიდრე შესაბამისად უბუშევარი იქნება. გესმით? ანუ აბსურდული მდგომარეობა. იგი ურჩევნია, იმიტომ რომ სოციალური სისტემა საქართველოში არ არსებობს, იმას ვერ ვიტყვით, რომ ეხლა ისეთი გამართული სოციალური სისტემა, რომ ადამიანები ზარმაცდებიან და არ უნდათ სამსახურში სიარული. არა, მას ურჩევნია უფრო ბევრად უფრო ადამიანი ხო რაციონალურია. თქვენ ხო მემარჯვენე ხართ და ვიცი. კი ბატონო, რაც ადამიანი რაციონალურია. აბსურდული თეორიები. კი, ეს ანიშნავს ყოველ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ხო ადამიანს ინფორმაციიდან გამომდინარე რაც აქვს, იღებს. ანუ შესაბამისად ეს ადამიანი რაციონალურია იმ თვალსაზრისით, რომ არ უნდა ისეთ დაბალ ხელფასზე მუშაობა, ხო? რაც ამცირებს, დღესაც მე ხო პრაქტიკულ მაგალითებს გეუბნები, თეორიულად ვარჩევ. აი ხა შეხედე. არ მიდის სამსახურში, არ იმუშავებს. კი ბატონო, ეხლა შეხედეთ, ორი რამე. ერთი ის, რომ ნუ განსაკუთრებით თაში დასახლებულ მოსახლეობას შორის არის ის, რომ იქ мотиваცია ნაკლებობა ზუსტად სოციალურ დახმარებების გამო, მაგრამ ეს რომ დავანებოთ თავი ამას, მე ვამბობ იმას, რომ თუ ბაზარი მიხვდება, ან ბაზარი დაარეგულირებს ამბავია, რომ თუ ბაზარი მიხვდება, რომ 200 ლარად სიტყვაზე არ მომდის მე კონსულტანტი მაღაზიაში და მაქვს განცხადება დადებული 1 თვე, 2 თვე, 3 თვე და არ ხდება, შესაბამისად ბაზრის ლოგიკა არის იქით, რომ ეს ხელფასები თავისითად იზრდება, ანუ ცენტრალური დაგეგმარების და ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, სახელმწიფოს გარეშე, რომ აი მინიმუმ 1000 ლარი გადაუხადოთ, ანუ ბაზარი მაინც ანუ თავისი მოთხოვნიდან და მიწოდებიდან გამომდინარე, მაინც მივა იმ სასურველ ფასამდე ეხლა ძალიან საინტერესო თემაზე გადავდიოდი და იმიტომ შეიძლება იგივეზე გავაგზავნო. ხო, იმ სასურველს დავამთავრებ და ანუ ბაზარი თვითონ მივა იმ სასურველ ფასამდე, რომელიც უნდა გადაუხადოს იმ კონკრეტულ თანამშრომელს და ნუ ეს შეიძლება იყოს დროში გაწელილი რომ რაღაც ვაკანსია მეტოს 3 თვე და მივხვდე რომ 500 ლარად აქ არავინ არ მოდის ქვეყანაში, 500 ლარად ამ სამსახურზე არავინ არ მუშაობს, ამიტომ ავდგები და გავზრდი ხელფასს, რომ მოვიზიდო უკეთესი თანამშრომელი. გამარჯობა. სასიამოვნო. თქვენ ახსენეთ, რომ ადამიანია, რომელსაც რაც დაბალ ხელფასს თავაზობენო, არ წავალ სამუშაოდ და ურჩევნია, რომ უსაქმურად სახში იჭდეს, ახლა? უსაქმურად ანუ უსაქმურად უმუშევრად. ჩვენ შეგვიძლია რომ ბევრი რაღაცა იარლიყები მივაკერეთ, ხო უსაქმური და ასე შემდეგ, მაგრამ უსაქმურად მე არ მეთქვა. კი ბატონო, მე ვთვლი, რომ თავისუფალი ბაზარი თავისუფალ ბაზარს თავად შეუძლია ხელფასის გარს. ჩვენ გწამთ. წამს, კი ბატონო, თუ უნდა ეგრე ჩათვალეთ. იმიტომ რომ სახელმწიფო დამსაქმებელსა და დასაქმებელ შორის არ უნდა ერეოდოს ჩემი აზრით. რადგან აი ხო ვიცდები რა გიხსნათ. რადგან ვთვლი, რომ დამსაქმებელს და დასაქმებელს შეუძლია რომ შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, რომელიც ერთისთვისაც მომგებიანია და მეორესთვისაც. თუ ეს ყველაფერი არ იქნება და ვერ შეთანხმდებიან, დამსაქმებელს შეუძლია რომ იპოს ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც მისაღები არის ეს პირობები, შესაბამისად გაიზრდება დასაქმებულები. თუ ეს პირობები არ იქნება არც ერთი ადამიანის მისაღები, დამსაქმებელი იძულებული იქნება რომ გადარდოს თუნდაც
ხელფასი და თუნდაც რაცა უკეთეს პირობები შეუქმნას დასაქმებულს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? არაფერი, მაგაზე ვფიქრობ, გავაგრძელებთ მაშინ იმ საუბარს, პირდაპირ გეტყვით. ნახეთ, აქ მინიმალური ხელფასის საკითხი დგას ესე. ჯერ ის რომ თანაბარ პირობებში არიან დასაქმებული და დასაქმებულები და მათი საბაზრო ძალაუფლება ერთი და იგივეა, თქვენს მე მგონი მაგაში არ მეთანხმებით, ხო? ესე იგი, დამსაქმებელს ბევრად უფრო მეტი საბაზრო ძალაუფლებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ადამიანი შეიძლება შიმშილობს, სამსახური ჭირდება, რაღაცა საყიდელი აქვს და ასე შემდეგ და შეიძლება ნებისმიერ ფასად დაეთანხმოს მუშაობას, ხო ესეა? ხო შეიძლება ნებისმიერ ფასად დაეთანხმოს. ნახეთ, ამ შემთხვევაში, ანუ ეს ნიშნავს, რომ აი მაგალითად რო ავიღოთ საქართველოში სამომხმარებლო კალათა, რამდენიც არის განისაზღვრება დაახლოებით 255 ლარი თუ რაღაცა, ხო? წარმოიდგინეთ რა. 250, ესე იგი, მე შეიძლება, ანუ ან შვილი ყავს ავად, ან შობელი ყავს ავად. ანუ მას ჭირდება აუცილებლად ხელფასი, ხო? აქედან გამომდინარე ის მიდის და ეთანხმება ისეთ ხელფასს, რომელიც შესაბამისად მისთვის რაღაცაზე, აი რაღაცა პატარა რაღაცაზე ყოფნის, მაგრამ მთლიანად მისი სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება რო უზრუნველყოს, ეს ხელფასი მას არ ყოფნის. აქედან გამომდინარე არის მინიმალური ხელფასი და რატო? იმიტომ რომ მინიმალური ხელფასი ნახეთ შრომის საფუძველზე ჩვენ რა შვებით? შრომის საფუძველზე ჩვენ ვახდენთ ჩვენ საკუთარი თავის კვლავწარმოებას, როგორც ფიზიოლოგიური და სოციალური არსებობა. ადამიანი შეუძლია საკუთარი შრომა თავად შეაფასოს, ხო? ხო, არა, მე სხვა რამეს ვამბობ, მე ხო რაღაცა ხო ღირს, ჩვენ ხო ხარჯავთ დაახლოებით მინიმუმ, რა ვიცი, თითოეული შინამეურნეობაში, თითოეული სული დაახლოებით ხო ხარჯავს 600 ლარს, ან რა ვიცი მე პატარები შეიძლება 400 ლარს და ასე შემდეგ. არა, თქვენ თეორიულად მელაპარაკებით, მე გელაპარაკებით როგორ არის? 400 ლარი და 600 ლარს ხო ხარჯავ. მე რო 800 ლარი მაქვს ხელფასი მაგალითად და შვილები მყავს. ანუ იმას შეძლებთ, როდესაც სახელმწიფო ერევა და რაღაცა ჩარჩოებს უქმნის თუნდაც ბიზნესს. არაფერი არ მოსდის ბიზნესს, ნობელის პრემიის და ლაურეატებმა დაამტკიცეს. ამცირებს სამუშაო ადგილს. როგორ არ ამცირებს, ეს ადამიანი არ მიდის. ადამიანების ცხოვრებაზე არ მიდის ეს ადამიანი. გესმით? მე ხო პრაქტიკულ მაგალითებზე გეუბნები. არ მიდის ადამიანი. კიდევ საქართველოში არის დაახლოებით 13% უმუშევრობა. ბიზნეს მცირდება გავიგე, ეგ თეორიულად ეგრევე. 13% ხო არის საქართველოში უმუშევრობა. 13%-ზე მეტი მე. ხო, აი რაღაც ახალი მეთოდოლოგიით 13%-ია თვითდასაქმებულობის თუ ჩავთვლით კიდევ უფრო მეტი 15% და ასე შემდეგ. ხო არის? ხო გააქვთ ნანახი ვაკანსიების რაოდენობა. რატომ არის ეს ხო სტრუქტურულ უმუშევრობაზე ხო არ ვლაპარაკობ, სადაც ცოდნა და თქვა მოთხოვნილება ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის. მე ვლაპარაკობ ჩვეულებრივ დაბალ შედარებით დაბალ კვალიფიცირებულ სამუშაოზე. რატო არ ხდება? იმიტომ რომ არ იწყებენ ადამიანები, არ უღირთ. ესე არ არის რომ შესაბამისად ადამიანი ყველაფერი ეხმარება ბიზნესი იმის გააზრებაში, რომ ვერ იაზრებს. ესე სწრაფად არ ხდება. სხვა შემთხვევაში ბიზნესი გაკოტრდება, ხო? და ესეც ამიტომ კოტრდება საქართველოში, როგორ ფიქრობთ, რამდენი ბიზნესი კოტრდება? ძალიან ბევრი. სწორედ ეგ არის, ანუ ჩარჩოებში არ უნდა მოაქციოს სახელმწიფომ დასაქმებულ და დამსაქმებულს და დასაქმებულს შორის უნდა მოხდეს შეთანხმება. შეთანხმება ნახეთ. ეგ გავიგე ხო მითხარი, თქვენ ხო იგივეს ამბობთ. კი, იმიტომ შეთანხმება უნდა მოხდეს. ანუ მგონია რომ ვერ იაზრებთ რის თქმას. რა ვიცი, მე კარგად ვიაზრებ, რომ შეთანხმება გავიგე, შეთანხმება. შედგა, ანუ შეთანხმების სივრცე არსებობს, დაუშვათ. ხო? არსებობს შეთანხმების სივრცე. არავინ არ მეუბნება მე არაფერს საერთოდ. დღესაც არ არის მინიმალური ხელფასი. არც ერთ სახელმწიფო საერთოდ არ ერევა. ერთადერთი რაც გააკეთა ეს არის შრომის ინსპექცია, რომელმაც 44% პირდაპირ გეუბნებით შეამცირა ფატალური შემთხვევების რიცხვი. ეს ხო შრომას ეხება. ანუ არ უნდა ყოფილიყო შრომითი ინსპექცია ბიზნესისთვის, ეს არის ძალიან დიდი, ესე იგი ზეწოლა ბიზნესზე და აქედან გამომდინარე შრომის ინსპექცია უნდა გაგვეუქმებინა და 44%-ით არ უნდა შეგვემცირებინა სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამუშაო ადგილებზე. იმიტომ რომ ბიზნესისთვის თვითონ უნდა გადაეწყვიტა ეხლა ბადეს დაყიდებს თუ არა. ხო აბსურდზე ვლაპარაკობთ ეხლა, ხო რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, ამას მეუბნებით მე. მეორე ისევ მაგ თემას დაუბრუნდეთ, რომელშიც თითქოს თქვენ ძლიერად გრძნობთ თავს. ანუ კიდევ ერთხელ გეუბნებით 15% გვაქვს უმუშევრობა და მინიმალური ხელფასი არ არის. თავაზობს ჯობს ჯის მეშვეობით სამსახური ხელფასს, ის რა ქვია, სუპერმარკეტები დაუშვათ და არავინ არ მიდის. რატო? იმიტომ რომ დაბალია. იმ ხელფასით ის ადამიანი ვერაფერს ვერ შვება, ვერაფერს ვერ ყიდულობს, მდგომარეობას ვერ იუმჯობესებს და ასე შემდეგ. გესმით? და გარდა ამისა, როცა მუშაობ, გავაგრძელოთ ისევ, ხო? უნდა შეიცვალოს. მადლობა დიდი. გამარჯობა. გამოჩ. ანდროჩაძე. ეკა. წეგან თქვენ ახსენეთ. დავასრულებ და მე. კი ბატონო. ხო, როდესაც მუშაობ, ხო? მინიმუმ ჩემი შრომის შედეგად უნდა შემეძლოს ჩემი სოციალური და ფიზიოლოგიური
მოთხოვნილებები რაც მაქვს, ფუფუნებაზე კი არ ვლაპარაკობ. ამის დაკმაყოფილება და თუ შრომის ბაზარი ამას ვერ ახდენს და ამას ქვია ბაზრის ჩავარდნა. მაშინ შესაბამისად სახელმწიფომ ეს უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ჩემ შრომას აზრი ქონდეს, ანუ მე რომ სამსახურში მივალ და მოვალ, საკუთარი თავის კვლავწარმოება მოვახდინო. თუ მე ვერ ვახდენ ამას, ესე იგი არ ვიმუშავებ, ძალიან მარტივი რაღაცაა რა. და რო არ იმუშავებთ მაგითი ანუ უფრო ძვირი იქნება ჩვენთვის შრომა, ვიდრე შესაბამისად არა, ნათესავებს გამოვართმევ ვიღაცას, რა ვიცი, უამრავ რაღაცას გავაკეთებ, იმიტომ რომ მე თუ სამსახურში მისვლამდე კიდე ფული უნდა გადავიხადო ტრანსპორტში, მე იქ 300 ლარი ხელფასი უნდა ავიღო და თლიანად მაგალითად ჩემი კომუნალური გადასახადები არის 200 ლარი და კაი 150 ლარი. მე თუ მე საკვებში არ მოყვა ეს ყველა არ ვიმუშავებ. ჩვეულებრივი ამბავია. გესმით? მე თუ ფული არ მექნა კინოში წავედი და ასე შემდეგ დავუშვათ. თქვენ ალალად გეუბნები, ჩვენ ვთქვათ პარალელურ საზოგადოებას. რას ნიშნავს? ხალხი კინოშიც დადის, თეატრშიც დადის, ვიღაცა ტანკივით მანქანაზე ზის და ადამიანების დიდ რაოდენობა საერთოდ ნისიათ იღებენ პურს იმით და რა ქვია. რატო? მიუხედავად იმისა მუშაობენ. გესმით? ამიტომ ეს თავისუფალი ბაზარი და რაღაცა და ეკვილიბრიუმი რომ წონასწორობაში მოდის მოთხოვნა მიწოდება, ამაშიც კი წონასწორობაშიც რომ მოვიდეს ეს არ არის იმის გარანტია რომ ხელფასი იმხელა გახდეს რომ მე შესაბამისად ჩემი კიდე ერთხელ ვამბობ ფუფუნებაზე ავსაუბრობ სოციალური და ბიოლოგიური საჭიროებები დაუკმაყოფილება ეს არის თეორიული მსჯელობები გესმით ანუ ადრე მოდაში იყო ეგენი რაღაცა 60-80-იან ცოტა დრო რაღაც არგუმენტი ყველა ნახსენეთ რომ ნობელის ლაურეატმა დაასაბოთა ესეთი რაღაც რომ უფრო კეთილის მომტანი არის, როდესაც იზრდება მინიმალურ ხელფასს ვაწესებთ და კიდევ წეგან ავთოს დაეთანხმეთ, რომ ასევე მინიმალური ხელფასის დაწესება და დაკანონება ბუნებრივად ზრდის ხარჯებს. რა სიკეთის მომტანი იქნება ხარჯებს ბიზნესში. ნებისმიერ ხარჯებს შეიძლება წეგან თქვით რომ ხო არა ზრდის ხარჯებს პირდაპირ გეუბნები შრომის ინსპექცია რომ შემოვიდა ბიზნესს გაუჩნდა ზედმეტი ფინანსური ტვირთი მეთქი მაგრამ ბიზნესის ფინანსური ტვირთი საფასური თავისი პროდუქტის ან სერვისის მაგრამ თუ კონკურენცია ის შესაბამისად მოიკლებს იმ მოგებას იმიტომ რომ ბაზარზე ჩვეულებრივად დარჩეს ჩვენ ხო კონკურენტულ ბაზარზე ვლაპარაკობთ კი მაგრამ ლაპარაკობ კონკურენტულ ბაზარზე ანუ ავიღოთ მაგალითად ანაზღაუროს ხო ფასების მომატება, ნახეთ, მარჯა ხო არსებობს მოგების. დაუშვათ რა ვიცი 10%, ხო? დავაწესე მინიმალური ხელფასი. გამეზარდა მე ხარჯები ბიზნესს, მაგრამ ხედავ რომ ძალიან მაღალი კონკურენციაა. საბოლოო ჯამში ან გავიდე ბაზრიდან, ან ჩემი მოგება უნდა შევამცირო. ძირითად შემთხვევაში ხდება რომ მოგებას სასიკვდილო არის ეგ განაცხადი. ნუ რა ვიცი, მე მინიმალურ ხელფასზე თამამად რატო ვლაპარაკობ? ვარ კანონპროექტის ავტორი, რომელიც მილიონჯერ განხილულია პარლამენტში და ასე შემდეგ. მცირე ბიზნესი ამ შემთხვევაში გათავისუფლებული მყავდა მე აქედან, იმიტომ რომ ფეხზე დამდგარიყო და მხოლოდ ეხებოდა იმას, ვისაც რაღაცა X ზღვარის შემდეგ ჰქონდა მაგალითად ბრუნვა და ასე შემდეგ. ეგ ნახეთ თქვენ საუბრობთ იდეოლოგიურად, მე საუბრობ პრაქტიკიდან გამომდინარე. იმიტომ კი არ გეუბნებით რომ რაღაცა მე უფრო მეტი გამოცდილება მაქვს ან ასაკი. შეიძლება თქვენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ. მაგრამ პრაქტიკულად არის ესე. მემარჯვენეების მთელი პრობლემა არის რომ თეორიულად უყურებენ ამ ცხოვრებას და ეგ ეგრე არ არის. ფიქრობენ რა მაგალითად ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრმა მითხრა რომ ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება. და სრული სისულელია. როგორ შეიძლება რომ ეკონომიკა ზუსტი მეცნიერება? ადამიანები ვარ, ჩვენი ემოციები გაგვაჩნია, კულტურული მახასიათებლები და ასე შემდეგ, ხო? აი როგორ იქნება ადამიანის ქცევა დათვლადი? ვერ იქნება, იმიტომ რომ ადამიანი ვარ. ჩემი ემოცია, ფსიქიური მდგომარეობა ასე შემდეგ. ამიტომ მე პირდაპირ გირჩევთ ნუ ჩავიკეტებით იდეოლოგიურ ჩარჩოებში, უბრალოდ თვალთახედვა გავზარდოთ და პრაქტიკას დავაკვირდეთ რა ფუნქციონირებს კარგად და რა არა. კი, მაგრამ აი წეგან რაზეც რაზე რომ ბიზნეს ხარჯი ეზრდება, გეთანხმებით მეთქი. ხო და აი მაგაზე მინდა არ მაგრამ რატო არის სიკეთე იმისთვის ადამიანისთვის, ვინც დაქირავებულია ბიზნეს რო ხარჯი ეზრდება, ბიზნეს რო კიდე უფრო მოგაშოლებთ არგუმენტს. ბიზნეს რო ხარჯი ეზრდება, მომხმარებლისთვისაც ფასი იზრდება. ალბათობა იმისა შეიძლება იყოს, რომ გაიზარდოს. მაგრამ თუ კონკურენტულია ბაზარი, ალბათობა იმისა, რომ ხარჯი ფასი გაიზარდოს რაღაცა პროდუქტის, ის კი არ არის უფრო მაღალი ალბათობა. არამედ უფრო მაღალია ალბათობა, რომ დაიწიოს შესაბამისად მოგების მარჟამ. ბიზნესი ცოტა შევიწროვდეს, ცოტა და დაიწიოს მისმა მოგების მარჟამ და თუ არ დააკმაყოფილებს მე ეს ყველაფერი, ხო? შეიძლება გავიდეს საერთოდ ბაზრიდან. გესმით? და ახალი შემოვიდეს, რომელსაც უფრო მეტი ვთქვათ, შეიძლება უფრო პროდუქტიულობა აქვს, მაღალი და შესაბამისად ნაკლები ადამიანით უფრო მეც აკეთებს ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ თავარი არა, მინიმალური ხელფასი სჭირდება, იმიტომ რომ ჩემ შრომას აზრი კონდეს. ანუ მე დავიკმაყოფილო ჩემი ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნებები. მორჩა. მეტი არაფერი. ეს არ არის იდეოლოგიური საკითხი.
ჩემი დებულება ეხება პროგრესულ გადასახადს, ეს არის საგადასახადო სისტემა, როდესაც მაღალ შემოსავლიანები პროცენტულად უფრო მეც იხდიან ვიდრე დაბალ შემოსავლიანები და მე ვამტკიცებ, რომ ეს საგადასახადო სისტემა არის ბევრად უფრო სამართლიანი, ქმნის ბევრად უფრო ჰარმონიულ საზოგადოებას და ბევრად უფრო სასარგებლო ეკონომიკას. გამარჯობა, მე ვარ ლუკა დანელია, მემარჯვენე, უფრო კონკრეტულად კონსერვატორი ლიბერტარიანელი, სხვაგვარად ცნობილი როგორც პალეოლიბერტარიანელი. მე ვეწინააღმდეგები დებულებას, რომ მაღალშემოსავლიანი ადამიანები პროცენტულად უფრო მეტ გადასახადს უნდა იხდიდნენ, ვიდრე დაბალშემოსავლიანები და მე ვფიქრობ, რომ ამას აქვს როგორც მორალური, ისე ეკონომიკური მდგენელი. ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება დავიწყოთ ეკონომიკური საკითხებით, რატომ არ იქნებოდა ეს გამართლებული. პირველ რიგში ზოგადად მე როგორც ლიბერტარიანელი ვფიქრობ, რომ ზოგადად საგადასახადო პოლიტიკა, გადასახადები არის ინსტიტუციონალური ძარცვა, როგორც ასეთი. სახელმწიფო ფაქტობრივად იღებს მონოპოლიას, აკონტროლოს სხვა ადამიანების, თქვათ, შემოსავლები და შემდეგ მათი გადახდილი წილი არა საზოგადოებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, ბიუჯეტისთვის. საბამისად, ის რაც ჩვეულებრივ რიგით ადამიანს ეკრძალება, რომ მაგალითად მივიდეს და თუნდაც კეთილშობილი მიზნებისთვის სხვა ადამიანს ჩამოართვას ქონება და ამის რედისტრიბუცია მოახდინოს, თუ კი ამას მიეცევა ინსტიტუციონალური სახე და ის მთავრობაში მოხდება, საბამისად ეს რატომღაც ლეგიტიმური ხდება. თუმცა მე ამას საწყისში საფუძველში ვეწინააღმდეგები და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც არსებობს სახელმწიფო და სახელმწიფოს რა თქმა უნდა ჭირდება შემოსავლები, მისთვის რომ ქონდეს ბიუჯეტი და თავისი ფუნქციები ლეგიტიმურად შეასრულოს, შემთხვევაში გადასახადები უბრალოდ გარდაუვალია. მაგრამ ის რომ ადამიანები, რომლებიც მეტ შემოსავალს გამოემუშავებენ თავიანთი ნიჭის უნარის ან კვალიფიკაციის გამო და იხდიდნენ მეტ გადასახადს, ჩემი აზრით არ არის გამართლებული, იმიტომ რომ ამის ვალდებულება როგორც ასეთი, სამართლებრივი და მორალური, უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. უფრო მეტ გადასახადს იხდიდნენ თუ უბრალოდ გადასახადს? უფრო მეტ გადასახადს იხდიდნენ, რიგით, თქვათ, დაბალ საშუალო შემოსავლიან ადამიანებთან შედარებით, ვინაიდან ეს ვალდებულება მორალური იქნება ის თუ სამართლებრივი, ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს. არბიტრარულია ეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ მაგალითად თუ კი ადამიანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უბრალოდ შეძლებს მეტი დოლარის დაგროვებას, საზოგადოებასთან ავტომატურად ვალში დგება, რომ შესაბამისად თავისი შრომის ნაყოფიდან უფრო მეტი წილი დათმოს. თუმცა რეალურად პროპორციული გადასახადების პირობებშიც კი ეს ისედაც ასე ხდება. მაგალითად 20%-იანი საგადასახადო განაკვეთი თუ არსებობს სტანდარტული ყველასთვის, შემოსავლიანი ადამიანი, მაღალშემოსავლიანი ადამიანი ისედაც უფრო მეტ სიხდის დაბალშემოსავლიანთან შედარებით. ანუ მისი კონტრიბუცია ბიუჯეტში ისედაც უფრო მეტია და ზედმეტი საგადასახადო ტვირთის დაწესება მისთვის, როგორც ასეთი, მე არ მიმაჩნია, რომ გამართლებულია თუნდაც მორალურად და ეკონომიკურად მე ვფიქრობ, რომ ეს ქმნის мотивაციებს იმის, რომ ადამიანებმა კაპიტალი არა დააბანდონ ქვეყანაში, არამედ მაქსიმალურად აიდიდონ ვალდებულება, ის რომ მაგალითად კაპიტალი გაიტანონ უბრალოდ ქვეყნიდან, ან არ შემოიტანონ, ან მიმართონ ოფშორულ ზონებს და ასე შემდეგ. ამიტომ კეთილი. კაპიტალზე არ ვსაუბრობთ, ეხლა ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ხელფასზე. კაპიტალის სხვა საკითხია. ეხლა რაც შეეხება ზოგადად საკითხს ეკონომიკისთვის, თანასწორობისთვის და სახელმწიფოს. სახელმწიფო არის, როგორ შევხედავთ, გააჩნია. სახელმწიფო მაგალითად ჩვენთვის არის ჩვენი კოლექტიური ნების გამოხატულება და იმ მექანიზმების ერთობლიობა, რომლებითაც ჩვენ კოლექტიურ მიზნებს ვაღწევთ, ხო? აქედან გამომდინარე არსებობს საჯარო სიკეთე, ეგრეთ წოდებული, ეს არის სიკეთე, რაღაცა ისე გავმარტოთ შედარებით აკადემიურად და თან გასაგებად, ეს არის სიკეთე, რომელსაც მიუხედავად იმისა, ყველა შეიძლება შენატანს ვერ ვახორციელებდეთ ამ სიკეთის შექმნაში, იმიტომ რომ ვიღაცა უმუშევარი იყოს, ვიღაცა ავადი იყოს, ვიღაცას არ შეეძლოს მაგალითად ფულის შეტანა ბიუჯეტში, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ადამიანიც კი, რომელმაც შენატანი არ განახორციელა, ამ სიკეთეს მოიხმარს, მაგალითად როგორიც არის, არ ვიცი, გზა, მაგალითად როგორიც არის პოლიცია, მაგალითად როგორიც არის სასამართლო, მაგალითად როგორიც არის ჯანდაცვა, მაგალითად როგორიც არის სასკოლო განათლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, ნახეთ, თუ ჩვენ, ესე იგი,
რაც შეეხება ზოგადად პროგრესულ დაბეგრვას, ანუ აქვს ადამიანებს აქვს მაგალითად რომელიღაც ადამიანს აქვს 1000 ლარი ხელფასი, ხო? რომელიღაც ადამიანს აქვს მაგალითად 5000 ლარი ხელფასი. და დაუშვათ ისე 20%-ია როგორც დღესდღეობით საქართველოში, ხო? ამ შემთხვევაში ეს ადამიანი გადაიხდის მაგალითად 200 ლარს იმ 1000 ლარიდან რჩება 800 ლარი, რომელიც მის საბაზისო მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც კი არ ყოფნის და ის ადამიანი, რომელსაც 5000 ლარი აქვს, გადაიხდის რაღაცა X თანხას და გარდა ამისა, რომ გადაიხდის ამ X თანხას ბიუჯეტში, იმას დარჩება ფული დაზოგვისთვის, იმას დარჩება ფული ფუფუნებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ესეთ სისტემაში იმ ადამიანს, რომელსაც უფრო მეტად ბეგრავდა, რომელსაც დაბალი ხელფასი აქვს, ვაყენებ ძალიან ძიმე მდგომარეობაში. შედეგად ვიღებთ რას? რომ ბიუჯეტი არის ძალიან მცირე, აი თუ დავაკვირდებით ქვეყნებს, სადაც პროგრესული გადასახადი არის, ბიუჯეტი არის ყოველთვის ძალიან მცირე. აი მაგალითად საქართველოში ბიუჯეტი განისაზღვრება მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტის 29%, 28-29%. რაც ჩვენ არ ყოფნის, იმიტომ ვერ ვაფინანსებთ ვერს მეცნიერებას, ვერ ვაფინანსებთ ვერს განათლებას, ვერ ვაფინანსებთ ვერს სრულყოფილ ჯანდაცვას, არ გვაქვს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, თითქმის სახელმწიფო ვერ ფუნქციონირებს. სწორედ აი იდეოლოგიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომ დაბალი გადასახადები უნდა იყოს ყველასთვის და აქედან გამომდინარე უფრო მეტი კაპიტალი შემოვა და შესაბამისად ჩვენ კარგად ვიცხოვრობთ. ეგ არის ტყუილი გამომდინარე იქიდან რომ 35 წელია ვარ დამოუკიდებლები და მიუხედავად ამისა ჩვენ ამ კაპიტალისტურ სისტემაში ვცხოვრობთ, ქონია ბევრად უფრო კაპიტალისტური ლოგიკიდან თავისუფალი ეპოქაც, მაგალითად 2007 წლიდან თუ რომელი წელი იყო 2007 წლიდან 12-მდე თუ 2003-დან 12-მდე მიუხედავად იმისა არც უმუშევრობა შემცირებულა, არც შესაბამისად ცხოვრების დონე გაუმჯობესებულა, არც სიღარიბე დაძლეულა და არაფერი. გარდა კიდე სხვა არგუმენტებისა, მორალურ არგუმენტებისა, მორალის აქ შემოტანა ცოტა ისეთი მიმაჩნია რომ არასწორია. მეორე არგუმენტი ის არის, რომ როდესაც თუ დავაკვირდებით გამოცდილებას ზოგადად, როდესაც იმ ქვეყნებში, სადაც პროგრესული გადასახადია, საზოგადოება არის ბევრად უფრო ერთიანი და ჰარმონიული. გამომდინარე იქიდან, რომ დაბალ შემოსავლიანსაც აქვს განცდა, რომ მაგალითად მაღალ შემოსავლიანმა, რომელმაც ესე იგი უფრო მეტი პროცენტულად გადასახადი გადაიხადა და ეს საერთო სიკეთე შექმნა, ესე იგი ის ზრუნავს მასზე და ეს არის ერთგვარი ერთმანეთზე ზრუნვის მოდელი, ხო, რომელიც საზოგადოებას ბევრად უფრო კრავს და ქმნის ბევრად უფრო ჰარმონიულ ურთიერთობებს ადამიანებს შორის. ამიტომ ყველაფერს თავი დავანებოთ ეკონომიკურად რო შევხედოთ. მე თუ დამრჩა, ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ იმაზე, აი მაგალითად საფრანგეთის მაგალითი ავიღოთ, სადაც ყველაზე მაღალ შემოსავლიანებს 75% აქვს და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი რო აგვიღო 80-იანი წლების დროს, რომ ყველაზე მაღალ შემოსავლიანი იბეგრებოდა 90%. ამაზე ხო არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ გონივრულ ფარგლებზე, რომელ გონივრულ ფარგლებშიც შესაბამისად ის რომ შევქნათ საკმარისი საბაზისო სიკეთეები. საჭიროა რომ რადგან ღარიბებს იმდენი დაბალ შემოსავლიანი ფული არ აქვს რომ ეყოს შესაბამისად აი ამ სრულფასოვნად აი ამ საჯარო სიკეთეების შექმნას, მაშინ მაღალ შემოსავლიანებმა ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიხადონ უფრო მეტი. იმიტომ კი არა რომ ეს არის რაღაცა პანაცეა ან წესია, იმიტომ რომ უბრალოდ ის საჯარო სიკეთეები შეიქმნას, რომელიც აბსოლუტურად მოხმარებადია როგორც მაღალ შემოსავლიანისთვის, ისე დაბალ შემოსავლიანისთვის. ამაზეა ლაპარაკი, ეს არ არის იდეოლოგიური არგუმენტი, ეს არის წმინდა რაციონალურად საჭიროებიდან გამომდინარე არგუმენტი. თქვენი არგუმენტი მე ვფიქრობ, რომ სწორედ მორალური არგუმენტია სიამდვილეში, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ გადაწყვეტინეთ მაშინ რომ ძალიან მოკლედ ჩაგერთვეთ. მორალური არგუმენტია დაუშვათ ჩვენ გვჭირდება შევთანხმდით საზოგადოება რაღაცა სიკეთეებზე. როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, გზა, ანუ ინფრასტრუქტურა, სასამართლო, პოლიცია, ჯარი და ასე შემდეგ. არ თანხდებით საზოგადოება, ზოგადად ამაზე არ თანხდებით. ანუ მე ამ დებულებაში არ თანხმებით პირველ რიგში, რომ საზოგადოება შეთანხმდა იმასე, რომ მაინც და მაინც საზოგადოება საერთოდ არაფერზე არ თანხმდებით? არა, როგორ არა, საზოგადოება თანხდებით ყოველ საკითხებს, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ საზოგადოების თითოეული წევრისგან გვაქვს ჩვენ თანხმობა. ამიტომ თუ კი ჩვენ ეს არის პროცესია, დელიბერაციული პროცესია, რომლის საფუძველზე საზოგადოება რაღაცაზე თანხმდება. ანუ მაგალითად, რო დავასრულოთ და მე მითხარით. ანუ მაგალითად ჩვენ გვჭირდება აი ამ ხარჯების დასაფინანსებლად. ეს არის ჩემი პოზიცია, რომ ამაზე უნდა შევთანხმდეთ. თქვენ შეიძლება სხვა პოზიცია. ამის დასაფინანსებლად ჩვენ გვჭირდება დაუშვათ X თანხა, მაგალითად 5000 ლარი. მაგრამ თუ ყველა აბსოლუტურად ყველა სახელფასო ჯგუფი, ვისაც აქვს 5000 ლარი შეიძლება თვეში ხელფასი, ან 500 ლარი თვეში ხელფასი და ვისაც აქვს მაგალითად 100 ლარი თვეში ხელფასი, ხო? თუ ერთნაირად გადაიხდის 20%-ს, არ გვეყოფა. მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ იცი რა, მოდი ვისაც მაღალი აქვს შედარებით
შემოსავალი, იმან ცოტა მეტი გადაიხადოს, რომ ეს საჭირო თანხა მოგროვდეს, მაშინ თუ მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში გროვდება, მაშინ საჭიროა პროგრესული გადასახადი. ნახეთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მოდი ყველასთვის თანაბრად გავზარდოთ, ესე იგი 100% განაკვეთი, მაშინ აღმოჩნდება, რომ იმ ადამიანს, ვისაც 100 ლარი აქვს, იმდენად ბევრ ფულს გამოვართმევთ, რომ საბოლოო ჯამში მისი საბაზისო მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც კი ვერ შეძლებს. ვერ უყიდის მაგალითად პოპულისტში არ ჩამომართვათ, ვერ უყიდის მაგალითად შვილს წიგნს, რეულს, ვერ წაიყვანს თეატრში, ისედაც ვერ მიყავს დღესდღეობით უმრავლესობა ადამიანებისაც. მაგალითად ვერ უყიდის ტანსაცმელს, არ ვიცი, ვერაფერს ვერ შესთავაზებს, ხო? დაზოგავს ფულს საკვებზე, მოიხმარს მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც მისთვის და მისი შვილისთვის არის საზიანო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გესმით? ეს არის წმინდა რაციონალური საკითხი. მეტი არაფერი. მორალური საკითხი საერთოდ არ არის. არა, მორალური საკითხი რატომ ახსენებ? თქვენ თქვით, რომ ზოგადად პროგრესული გადასახადები არის ჰარმონიული და რაღაც სოლიდარული საზოგადოების შექმნის საფუძველი, რომ დაბალშემოსავლიან ადამიანს შეიძლება ქონდეს განცდა, რომ მაღალშემოსავლიანი მასზე ზრუნავს. ოღონდ ეს ზრუნვა როგორც ასეთი ვერ იქნება ვერანაირად მორალური, თუ ეს არის თავისმოხვეული და იძულებითი. თუ ეს არის დაკანონებული და არა ნებაყოფლობითი. და ჩემთვის როგორც ლიბერტარიანელისთვის, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი კოოპერაცია საზოგადოების წევრებს შორის. თუ კი მაღალშემოსავლიან ადამიანს აქვს შესაძლებლობა და სურვილი, მაშინ თავადვე შეუძლია მას გაწიოს თქვათ ქველმოქმედება დააფინანსოს, ადამიანი ხელი შეუწყოს, ან შექმნას რაღაცა ინოვაციური მიდგომები, როგორ გააკეთოს ეს ნებაყოფლობით და არა რედისტრიბუციის მეშვეობით, როდესაც ბიუროკრატი, სახელმწიფო მოხელე, სახელმწიფო აპარატი მას ზედმეტად დაბეგრავს, ანუ თავისი შრომის ნაყოფიდან წაართმევს უფრო მეც და ჩემთვის გაუგებარია საიდან მოდის ეს ვალდებულება ზოგადად ბუნებაში დემოკრატიიდან. ამაში არ გეთანხმებით, რომ მაინც დემოკრატიიდან მოდის, იმიტომ რომ დემოკრატიაც როგორც ასეთი იდეოლოგია არ არის, ხალხის უბრალოდ არის ხალხის მმართველობა არის და როგორი იქნება ხალხის მმართველობა, ეს არ არის რაღაცა ექსკლუზიური, სხვადასხვა საზოგადოების აბსოლუტურად სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, ყოფთა ხდებით ამაზე. შესაბამისად, ბიუროკრატი, რომელიც რედისტრიბუციას ახდენს მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანისთვის, ეს განაწილება პირველ რიგში რომ არასდროს არის თანაბარი და მეორეს მხრივ ბიუროკრატი ამ პროცესში იღებს საკომისიოს, ანუ იღებს ხელფას, იღებს ჩვენ რაღაცა მე მგონი ბიუროკრატს ისე უყურებთ, ეს ბიუროკრატი რაღაცა ბოროტი ხო არ არის. პროგრესული გადასახადი იქნება თუ ბრტყელი გადასახადი, რაც ჩვენ გვაქვს, ბიუროკრატია, ის ამას ასრულებს. მაგრამ პროგრესული გადასახადი უნდა იყოს თუ არა, ამას ჩვენ ვადგენთ. ანუ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე. ხო ესეა? ანუ არსებობენ ქვეყნები, სადაც დემოკრატიული პროცესის შედეგად დადგინდა პროგრესული გადასახადი. ეს არის სამყაროს დიდი ნაწილი, ძალიან ესე ცოტაა იმ ქვეყნების რაოდენობით. ჩვენ ვართ ექსპერიმენტი, პირდაპირ ვთქვათ რა. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ექსპერიმენტი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რაღაცა ევროპა, ჩვენ გვინდა კეთილდღეობის სახელმწიფო, ჩვენ გვინდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ ის ესე იგი სიკეთეები, რაც სხვა ქვეყნებში არსებობს და არ გვინდა ის მთავარი საყრდენი, რაც არის საგადასახადო სისტემა, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ, ხო? აი რო გადავხედოთ ახლა, საცხოვრობენ უფრო უკეთესად, დაუშვათ უმრავლესობა ადამიანებისა, მე არ ვამბობ ერთეულებს, საცხოვრობენ უფრო უკეთესად, მაგალითად ევროპაში ცხოვრობენ უფრო უკეთესად, თუ ცხოვრობენ მაგალითად ისეთ ქვეყნებში, სადაც ესე იგი ბრტყელი გადასახადია, ხო? ეს ხო ჩვეულებრივი ლოგიკა, ჩვენ ხო ახლა утоპიაზე ვსაუბრობთ. თქვენ რასაც ამბობთ, გულწრფელად გეტყვით, იმიტომ კი არა რაღაცა დებატების ტექნიკა მაქვს ეგეთ. утоპიაზე ვსაუბრობთ, რომ ისე გადასახადები საერთოდ არ უნდა იყოს და ასე შემდეგ და ბევრად უფრო უკეთესი იქნება, თუ გადასახადი საერთოდ არ იქნება და ადამიანი ნებაყოფლობით აი მაგალითად ნებაყოფლობით მე ვარ დიდარი ადამიანი და დავინახე რომ ძალიან ბევრ ბავშვებს აკლიათ მაგალითად საკვები ან ბევრ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელია მაგალითად მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაღაცა ჯანდაცვის ესე იგი მომსახურება ხო კურნალობა ხო მაგრამ ამავე დროს მე მაგ რაღაცა გატაცება მხატვრობით ხო და რომელიღაცა ესე იგი ხელოვნების წრე უნდა დავაფინანსო და აი უყურებ ახლა რომ აი ბევრი ფული მაქვს რა ვქნა საწავიღო არ ვიცი და მოდი სად დავხარჯო რომ დავაფუძნოთ ეს ყველაფერი ქველმოქმედებას და ვიფიქრე რომ იცი რა მოდი რა ხატრებს ახლა მაინც ბავშვობიდან მომწონს რა ვიცი მე ბოტიჩელი და მოდი რა ის ბავშვი რაღაცა მის ტექნიკას უახლოვდება და მოდი მას დავაფინანსებ ის ბავშვები რჩებიან ამიტომ არის სახელმწიფო რა არის სახელმწიფო თავი იდეა რომ საყოველთაობა
აქედან გამომდინარე სახელმწიფო ჩვენ ამიტომ მივეცით უფლება რომ საყოველთაო გადაწყვეტილება მიიღოს და არაერთ პიროვნებად, არამედ დემოკრატიული პროცესების საფუძველზე. ამიტომ არის რაღაცა ქვეყნებში ყელი გადასახადი და სადღაც არის პროგრესული. დიახ, უბრალოდ ჩემი პოზიცია რომ დავაკონკრეტო, მე როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ფიქრობ რომ თუ კი ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში და სახელმწიფო როგორც ინსტიტუტი არსებობს, ცხადია ვერ გავექცევით სავალდებულო გადასახადებს. მაგრამ მე მორალის და ნებაყოფლობითობის ნაწილში ვამბობ იმას, რომ იმ ყელი გადასახადის მიღმა უკვე თუ კი მაღალშემოსავლიან ადამიანს ექნება სურვილი, მაშინ მას უნდა ქონდეს თვითონ დააფინანსოს, თვითონ დაეხმაროს და არა ეს არ უნდა იყოს სავალდებულო ხასიათი. დაუშვათ და არ ყოფნის. აი რაღაცა სიკეთეების დაფინანსებაზე არ ყოფნის. რომელიც სიკეთეების აუცილებელია, მაშინ რა ვქნა? მოდი უნდა შევთანხმდეთ, რომელი სიკეთეა. მე ვეწინააღმდეგები საჯარო სიკეთეების პრივატიზაციას, ანუ კომერციალიზაციას, როგორიც არის მაგალითად ჯანდაცვა და განათლება, გამომდინარე იქიდან, რომ ის ზღუდავს ადამიანების ხელმისაწვდომობას ამ სიკეთეებზე და განსაკუთრებით ჯანდაცვის შემთხვევაში, მაგალითად, კერძო კომერციული ჯანდაცვის სისტემა აწარმოებს უფრო მეტ ავადმყოფ ადამიანს, ვიდრე შესაბამისად ეს სახელმწიფო სისტემის შემთხვევაში იქნებოდა. მე ზოგადად არ მიმაჩნია, რომ საერთოდ ნებისმიერი სერვისი, ნებისმიერი პროდუქტი, სადაც იხარჯება, თქვათ, შრომა სხვა ადამიანების მომსახურება, სადაც ადამიანები თავის გონებრივ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ რესურსს ხარჯავენ, არ შეიძლება იყოს კომერციული ხასიათის. იმიტომ რომ სიამდვილეში ყველაფერი ჩვენს გარშემო რაც არის, რასაც არსებობს მოთხოვნა და რომლის უსასრულო კვლავწარმოებაც არ ხდება, არის შეზღუდული რესურსი. შეზღუდულ რესურსზე თუ არსებობს მოთხოვნა, ის აუცილებლად ეკონომიკური ხასიათისაა, ხოლო ეკონომიკური ხასიათის თუ არის, მაშინ ის გარდაულად კომერციულია. ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ჯანდაცვის სერვისების მოხმარება, უნდა იხდიდნენ ამაში ფულს და შესაბამისად სახელმწიფოს ჩარევა ამ შემთხვევაში უნდა იყოს მაქსიმალურად ნაკლები, ვინაიდან არ შექმნას არასწორი ეკონომიკური სტიმულები და არ შექმნას საკანონმდებლო ხვრელები, რომელსაც მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში იგივე სამედიცინო დაწესებული იქნება თუ საფრთხეაქო ქსელი იქნება, მათ შორის საქართველოში, იყენებს არაკეთილსინდესიერი მიზნებისათვის და შესაბამისად ის თუ კი არსებობს სახელმწიფო დოტაცია, სუბსიდია, საბამისად ეს საბოლოო ჯამში მიდის რესურსების არასწორ გამოყენებამდე და ფლანგვამდე. გასაგებ, სულ ცოტა აუცით ჩემი აზრით თემას, გამომდინარე იქიდან რომ მე ავლაპარაკობ, რომ რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სახელმწიფოში ცხოვრობს, რაღაცა შენატანს აკეთებს ბიუჯეტში. ხო? აქედან გამომდინარე ამ ადამიანისთვის არც ერთ შემთხვევაში ჯანდაცვა უფასო არ არის. გამომდინარე იქიდან რომ აი მაგალითად როდესაც საბჭოთა კავშირშიც კი ჯანდაცვა უფასო არ იყო, იმიტომ რომ ის ადამიანები შრომობდნენ, აკეთებდნენ შენატანს ბიუჯეტში და იმ ბიუჯეტით ფინანსდებოდა შემდეგ ჯანდაცვა. ამიტომ ეგ დაშვება რომ ვიღაცისთვის რაღაცა უფასო უკვე თავიდანვე ცდარია. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ უბრალოდ თვითონ ჯანდაცვის სისტემაზე და რას უშვება ჯანდაცვის სისტემას კომერციალიზაცია. ნახეთ, პირველ რიგში ჩვენ რო გადავალოთ თვალი, მაგალითად საბჭოთა კავშირის დროინდელ ჯანდაცვის სისტემის მაჩვენებლებს, რომელიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი, რომელიც ავადობის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარი, იგივე სხვადასხვა ნოზოლოგიების მიხედვით რო ჩავიდეთ და შიგნით, ხო? დავინახავთ, რომ აი 88-99 წლებშიც კი, როდესაც საბჭოთა კავშირი თითქმის უკვე აღარ არსებობდა, დანგრეული იყო, მთელი ბიუჯეტი მიდიოდა, სამხედრო ინდუსტრიაზე და ეს სოციალური სიკეთეები უყოფილი იყო. ტექნოლოგიურადაც ჩამორჩენილი იყო საბჭოთა კავშირი მაშინ, ხო? ანუ ეს ჯანდაცვის თანამედროვე დანადგარები და ასე შემდეგ არ არსებობდა იქ. დავინახავთ, რომ დღეს თითქოს, ესე იგი, როდესაც ჩვენ ტექნოლოგიურად, რა ვიცი, რეკლამებს ვაკეთებთ, რომ აი სოფლიოს მოწინავე აპარატურა აი ამ და ამ იმაში, რა ქვია, კომერციულ კლინიკაში ჩვენთან გვაქვს, ჩვენთან მოდით და ასე შემდეგ, ხო? აქაც კი დღესდღეობით დღევანდელი მაჩვენებლები, იგივე ავადობის, იგივე რა ვიცი, სიცოცხლის ხანგრძლივობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ
ბევრად უფრო უარესია, ვიდრე შესაბამისად საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა. რატომ? იმიტომ რომ კომერციული ჯანდაცვა რა არის? ნებისმიერი ჯანდაცვის ორგანიზაცია, მე ხო არ ვლაპარაკობ არა მომგებიანზე. საქართველოში 90% ჯანდაცვის დაწესებულებების არის მომგებიანი. კომერციული ჯანდაცვა რა შევა? კომერციული ჯანდაცვა დაინტერესებულია რომ მოგება გაზარდოს. და რითი ზრდის მოგება? რაც უფრო მეტი პაციენტი ეყოლება ამ შემთხვევაში, მით უფრო მეტი მოგება ექნება. ამიტომ შესაბამისად მისი мотиваცია არა ვთქვათ პაციენტების ამ ესეთი სისტემის мотиваცია არა ვთქვათ პრევენცია ავადობის, არამედ უფრო მეტი ავადმყოფი ადამიანის წარმოება, აი მაგალითად საშუალო ებიტადა მოგება მაგალითად რო ავიღოთ, არის დაახლოებით 17%, ხო? კლინიკების სუფთა მოგება არის დაახლოებით 13% და ასე შემდეგ, ხო? 13% ესე იგი ძალიან მომგებიანი სისტემაა, ხო? ჯანდაცვის სისტემა და 13%-ს რას ვამბობ? ეს არის დივიდენდი, რომელიც გადის. ეს კი არა, რომელიც ბრუნდება იმაში, რომ მაგალითად კიდე ახალი დანადგარი ვიყიდოთ და ასე შემდეგ. არა, ეს არის ჩვეულებრივი დივიდენდი, რომელიც გადის. აქედან გამომდი ამ დივიდენდმა რო იარსებოს და იმ ადამიანმა, ვინც ფული დააბანდა, რაც სახელმწიფოს არ უნდა დაეშვა, რომ ეს გამختარიყო კომერციული, მაშინ შესაბამისად, ესე იგი, უფრო მეტი ავადმყოფი უნდა მოდიოდეს, უფრო მეტი ავადმყოფი უნდა მოიზიდოს. ვერ ხედავთ ხოლმე რა ვიცი მას. რეკლამები როა ხოლმე, რომ ჩვენ საუკეთესო რაღაცა ექიმები ყავს, ჩვენ საუკეთესო და რატო რეკლამა რაში ჭირდება? ადამიანი ხდება ავად ისედაც ძალიან ძიმე მდგომარეობაში და შენ აკეთებ რეკლამას, მოდი ავად გახდი, იქნება ჩემთან მოხვით. მეორე არგუმენტი რა არის? მე შემდგომში უკვე ექიმიც უკვე რა არის? მოტივირებულია და შესაბამისად სისტემა აქცევს მას ძიმე მდგომარეობაში, რომ ის ცდილობს რომ აი მაგალითად აფთიაქებს გაურიგდეს, როგორც არის ხო ამის უამრავი დასკვნა არსებობს, რომ უფრო მეტი შემოსავალი ნახოს და ასე შემდეგ. მე რას ვამბობ, თუ იქნება დადგენილი მაგალითად ხელფასი, რომ ექიმს ეცოდინება ეს არის დადგენილი ხელფასი, რა თქმა უნდა, კარგი ხელფასი, ხო? როგორიც წესით უნდა იყოს, მაშინ ექიმსაც არ ექნება ეს мотиваცია, რომ თქვა, რაღაცა ისეთ კვლევებზე გაუშვას, რომელიც ადამიანს არ ჭირდება, იმიტომ რომ კლინიკას ამ შემთხვევაში მოგება ეზრდება ამით და ისეთი წამალი დაუნიშნოს, რომ ის, ესე იგი, შამნაცვლებელი არის, მაგრამ მასთან არ ხელშეკრულება დადებული, რადგან ამით საკომისიოს მიიღებს. ამაზე ვლაპარაკობ. ჯერ ანუ პრობლემა თქვენ პრობლემას დაასახელეთ ის რომ მაგალითად კომერციული სექტორი, კლინიკები აკეთებენ რეკლამას. რეკლამას აკეთებენ, ეს რეკლამა არის თამდევი პროცესი და შედეგი, თორე ის კი არა პირველი რეკლამით ხო არ წამოვიდა, რა, პირველი იყო კომერციალიზაცია. მესმის, მაგრამ სიამდვილეში რეკლამა თუ რამე საზოგადოებრივი სიკეთე არსებობს სამყაროში ერთ-ერთი არის რეკლამა, იმისთვის რომ ადამიანს ჰქონდეს ალტერნატივა და ჰქონდეს ინფორმაცია, სადაც შეიძლება მან მიიღოს უკეთესი სერვისი ან მომსახურება. მაგაში რა უნდა გეთანხმოთ რეკლამის ნაწილში. აი მაგალითად მე ვარ ძალიან ესეთი ცუდ ხარისხის პროდუქტს ვაწარმოებ. მაგრამ ყავს ძალიან ესეთი კარგი მარკეტინგის მენეჯერი და აქედან გამომდინარე მე ვაკეთებ ბევრად უფრო კარგ რეკლამას, ვიდრე შესაბამისად ადამიანი, რომელსაც კომპანია, რომელსაც არ აქვს კარგი მარკეტინგის მენეჯერი, ან არ არის ესეთი შემოქმედებითი, ხო? და მისი პროდუქტი ბევრად უფრო იაფია, ვიდრე შესაბამისად ჩემი, მე რომელიც ჯიმ კომპანიის, რომლის კარგ რეკლამას ვაკეთებ, ხო? წუდება თუ არა ამ შემთხვევაში და კი აქვს თავისუფლება, მე მაგ თავისუფლება არ ეზღუდება, მაგრამ შეიძლება მოტყუდეს, ხო? არა, მოტყუდეს არა, ის აკეთებს. თუ მოტყუდა არა უშავს. არა. თავარია თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღო. ის მოცემულ მომენტში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისი ინტერესიდან გამომდინარე, მან შეაფასა საუკეთესოდ. ანუ მისი ინფორმაციის ფარგლებში გავიგე და ინფორმაციის ასიმეტრია არსებობს თქვენ სისტემაში? ცხადია, როგორ არსებობს ინფორმაციის ასიმეტრია, მაგრამ ხარისხის კონტროლი ნებისმიერ შემთხვევაში არის ისევ და ისევ მომხმარებელი და არა იგივე სახელმწიფო. ადამიანი რომელიც მიდას აქ ნათქვამი, ეგეთი რაღაცა გენიალური ფრაზაა. თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ იცით ვინ არის კახა ბენთუქიძე. აქ ნათქვამი, რომ რაში გჭირდება სულსაცუნებლობის სამსახური, ადამიანი თუ წავას რესტორანში და მოიწამლა, ის იქ აღარ მივა და შესაბამისად ეს რესტორანი საბოლოო ჯამში დაიხურება. ესე უნდა გავაკეთოთ? ასეთი ლოგიკა ყველგან არის და ეს გარდაუვალია სიამდვილეში, იმიტომ რომ ადამიანს თუნდაც ცენტრალიზებულ სისტემაში, როდესაც სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან და საკუთარი მოტივებიდან გამომდინარე ფილტრავს ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებსაც უმალავს, ან ცდილობს სახელმწიფო აი ცენტრალიზებულ სისტემებში, როდესაც არ არსებობს ალტერნატივა, არ არსებობს კონკურენცია მოცემულ სერვისებში. ალტერნატივა იცით რა არის, როგორ არ არსებობს? ჩვენ ისეთ რაღაცაზე ვლაპარაკობთ. შეიძლება ცოტა სპეციფიკური ის არის, რა ქვია, სექტორი ეს ჯანდაცვაც და გინდაც განათლება. ალტერნატივა როგორ არ არსებობს? ყველგან ამ დასაბამიდან დღემდე სანამ როდესაც ჯანდაცვა გამოვიდა კარიტატიული მდგომარეობიდან, ხო? ჯანდაცვის სისტემა ჩვეულებრივად იქნება როგორც სისტემა, რომელიც პირველი ნახულობს პაციენტების რაოდენობას, შემდეგ ექიმების რაოდენობას,
პულსზე ხელი უდოს, თქვა რა ავადობების მაჩვენებელი იმატებს, რა ავადობების მაჩვენებელი იკლებს და ასე შემდეგ, აი მაგალითად ტუბერკულოზის შემთხვევაში, ხო? შეიძლება ტუბერკულოზს თუ დავამარცხებ, ტუბერკულოზის დისპანსერები და ასე შემდეგ რაც არსებობს, ხო? ჯანდაცვის დაწესებულება საერთოდ არ დაგჭირდეს, ხო? ამას ახლა სახელმწიფო უყურებს, იმიტომ რომ ეს როგორი რაღაცაა, ნახეთ ჩვენ ლაპარაკობთ საჯარო სიკეთეს ჯანდაცვაზე. ანუ მე როგორც პაციენტი, ეს ჩემს სიცოცხლეს ეხება ამ შემთხვევაში. ეს ჯანდაცვა ხო არ არის მაგალითად კარადა ან ტუმბო პატარა ან საათი, რომ ანუ თუ ფული მაქვს ამ შემთხვევაში ვიყიდი და თუ ფული არ მაქვს არ ვიყიდი. ჯანდაცვა ეკონომიკური სერვისისგან, ჩვეულებრივი ეკონომიკური არაფრით არ განსხვავდება. საერთოდ არაფრით განსხვავდება. გეტყვით ახლა რატო მაშინ? ახლა გეტყვით რა, არა, ინფორმაციას მოგაწვით და თქვენ გიტოვებთ ამ რატო განსხვავდება. ნახეთ, ჯანდაცვის ეკონომიკაში არის ინფორმაციული ასიმეტრიის ყველაზე დიდი რისკი. რატო? ნახეთ, მაგალითს გეტყვით. მიდიხართ ხელოსანთან მანქანის. და მანქანა მიყავთ და მანქანა კაკუნობს ან რაღაცა ჭირს ისეთი. და ხელოსანი თქვენ გეუბნებათ, რომ სასწაული ესეთი რაღაცა არის, გაფუჭოთ, თქვენ ხო ცოდნა არა გაქვთ იმისი. იმიტომ მიყავთ ხელოსანთან, ხო? ისეთი რაღაცა არის გაფუჭებული, რომ თქვენ ამისთვის დაგჭირდებათ ახალი ნაწილის ჩამოტანა და ასე შემდეგ, იმას შეიძლება ყავდეს ნაცნობი, რომელიც ამ ნაწილს მას მიაწვის და ორივე მოგებული დარჩეს ნაცნობის და ხელოსანის და საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს ძალიან პატარა დეტალი გაფუჭებული, რომელიც ესეთ ხმას გამოსცემდა. თქვენ შესაბამისად გადაიხდით რაღაცა ძალიან დიდ ფულს ამაში, მაგრამ შეიძლება და სულ პატარა ჩარევით მოგვარებული იყო ეს ყველაფერი და ბევრად უფრო იაფი ყოფილიყო თქვენთვის. იგივე არის აბსოლუტურად ჯანდაცვა. ანუ ინფორმაციის ასიმეტრია ჯანდაცვაში ყველაზე უფრო დიდია. იმაზე უფრო დიდი, ვიდრე შესაბამისად ეს ხელოსანსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა იქნებოდა. რატომ? იმიტომ მე რომ მივდივარ, რა მჭირს, წარმოდგენა არ მაქვს და ექიმზე ვარ პირდაპირ მინდობილი, ის რა, იმას რა ქვია, დიაგნოზს გამისვამს, რომელ კვლევებზე გამიშვებს და ასე შემდეგ. ამიტომ აი თქვენ რასაც ამბობთ, მაგ უკვე ცდარი ხართ როგორც აქსიომატურად. ან თქვენ შეიძლება მორალურ არგუმენტებზე რაღაცებზე მესაუბროთ, მაგრამ იმაში რომ მეუბნებით რომ მე არჩევანის თავისუფლება და ასე შემდეგ მე ვარ კლიენტი და ის რაღაცა სერვისის მომწოდებელი ექიმი, ესე არ არის და ერთმანეთის ყველაფერი ვიცით. არა, ექიმზე თქვენ ხარ პირდაპირ მინდობილი. თქვენ იცით, აი მაგალითად რამე რო აქტივდებათ, იცით როგორ უნდა უმკარუნოთ საკუთარ თავს. მაშინ პირდაპირ აფთიაქში მიხვიდოდით, ხო? და პირდაპირ წამალს იყიდით. ხოდია, ჩვენ ხო ამბობთ იმას რომ ექიმის საჭირო არ არის. მოგესალმებით, მე ვარ თამარ ცეცხლაძე. თქვენ ახსენეთ, რომ იქიდან გავაგრძელებ, სადაც თქვენ ახსენეთ, რომ თქვენ ხართ, როდესაც ავად ხართ, სრულიად დამოკიდებული ექიმზე. მაინტერესებს, ანუ ისეთ პირობებში, სადაც როდესაც მთავრობა ერევა, რა თქმა უნდა, კონკურენცია ეგეთ პირობებში იკლებს და მსგავსი ტიპის მონოპოლიურ სექტორში, რამდენად ნახავთ უკეთეს ექიმს თქვენთვის, რომ სრულფასოვნად მოგხედოთ, ასე ვთქვათ, ვიდრე ისეთ პირობებში, სადაც კონკურენცია მაღალია და ბაზარზე გვაქვს უფრო მეტი კლინიკა, თუნდაც ან სისტემა ჯანდაცვის. თვითონ რაღაც რო ვამბობთ, რომ უკეთეს ექიმს, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი ჩვენ უშვებთ, რომ ესე იგი უკეთესი ექიმები ცოტაა, ხო? და უარესი ექიმები ან უფრო ნაკლებად კვალიფიციური ექიმები ბევრი და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმასაც უშვებთ, რომ მე მაგალითად როგორც პაციენტი ვერ მოვხვდე უკეთეს ექიმთან, იძულებული გავხდე მაგალითად წავიდე უარესი კვალიფიკაციის ექიმთან და ამითი დავზიანდე, ხო? როდესაც ამიტომ ამბობ, როდესაც ჩვენ ჯანდაცვაზე ვლაპარაკობთ, აქ დაშვება არის უნივერსალიზმი. ანუ გარკვეული თვალსაზრისით, ესე იგი, ხარისხი განათლების იმდენად მაღალი უნდა იყოს და აღჭურვილობაც ისეთი კარგი უნდა იყოს, რომ უნივერსალურად ყველა შეეძლოს კარგი ჯანდაცვის მომსახურეობის ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ კარგი ჯანდაცვის ან კარგად ზრუნვის მიღება, ხო? სამედიცინო თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, უკეთესი, უარესი ცენტრალიზებული ჯანდაცვის სისტემებში არსებობს უკეთესი ექიმი და არსებობს უარესი ექიმი. ეს ამ შემთხვევაში კონკურენცია თუ ასე შემდეგ, ეს დიდად არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ ეს ხშირ შემთხვევაში ადამიანის კოგნიტურ უნარებზეა დამოკიდებული უკეთესობა და უარესობა და არა ვთქვათ იმაზე, რომ ეს ზვირიან კლინიკაში უფრო უკეთესი ექიმებია. ანუ თქვენ თუ ნახავთ ზოგადად ჩვეულებრივ პაციენტებს კითხეთ, ეგრეთ წოდებული ვარსკვლავ ექიმებთან სადაც მოხვედრა ძალიან ესეთ რთულია, ბევრად უფრო ზედაპირული დამოკიდებულებაა პაციენტების მიმართ, ვიდრე დამწყებ ახალ ექიმებთან, რომლებიც ცდილობენ გარკვეული თვალსაზრისით, რომ ბევრად უფრო ემპათიურები არიან, რადგან ეს ვარსკვლავური მომენტი მათ არ აქვთ. გესმით? აქედან გამომდინარე, ხა პირდაპირ გეუბნებით, გინდა ცენტრალიზებულია, გინდაც კერძოა და კონკურენცია არსებობს, უკეთესი და უარესი ექიმი ყოველთვის არის. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ცენტრალიზებულ სისტემაში ბევრად რთული არის რომ უკეთესი და უარესი იპოვო, მაგალითად პირადად ჩემ გამოცდილებაზე.
ერთხელ დამჭირდა სახელმწიფო სერვისით სარგებლობა, ჩუტყვავილიანი 6 საათი ვიჯექი მოსაცდელში და არავინ არ მომხედა. ეს არის ჩემთვის ცენტრალიზებული არ არსებობს სახელმწიფო კლინიკა საქართველოში. რომ რესპუბლიკური ერთი არის რუხში. ვაჟაზე რო არის ის არ მუშაობს სახელმწიფო სახელმწიფო კლინიკა საქართველოში არ არსებობს პირდაპირ გეუბნებით. გამომდინარე იქიდან არც ერთი კლინიკა სახელმწიფო არა, ყველა კომერციულად მუშაობს, უბრალოდ იქ კაპიტალი არის სახელმწიფოს. თორე ლოგიკა მუშაობს აბსოლუტურად ერთი და იგივე. არა, სახელმწიფოს ჩარევა იცით რა თვალსაზრისით, კაპიტალურ ხარჯებს წევს სახელმწიფო. კარგით, გადასახადებს რომ დაუბრუნდეთ. მაგალითად, მე მინდა სრულფასოვანი ჯანდაცვის მიღება. რატომ უნდა გადავიხადო მე ყოველთვიურად პირობითად გადასახადები, როცა შემიძლია უბრალოდ ავიღო და მე რომელი დაზღვევაც მინდა ის ვიყიდო და არა ის რომელიც მაგალითად მთავრობა ამკვეა წინასწარ გადამწყვეტა. ზოგადად თუ ჩვენ ლაპარაკობთ სადაზღვევო სისტემების, ანუ სადაზღვევო კომპანიების კონკურენციაზე, ну ვინც უფრო უკეთეს გთავაზობს პირობებს და ასე შემდეგ, პრობლემა რაშია ხოლმე? ჯანდაცვის ხარჯები ხო ცალკე აღებული არ არის. ჯანდაცვის ხარჯები ქვეყანაში განისაზღვრება აგრეგირებულად, ხო? ესეთი სისტემები ბევრად უფრო არის ძვირი, გამომდინარე იქიდან რომ კონკურენციაში შესვლა ამ ესე იგი სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების უფრო ძვირი ჯდება მომხმარებლებისთვის, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან ბევრი ხარჯი, ხო? იგივე მარკეტინგის ხარჯი, იგივე არ ვიცი, უამრავი ხარჯი, ვიდრე ეგრეთ წოდებული single pair-ი. და მაგის გამო მე არჩევანი არ უნდა მქონდეს, არჩევანი როგორ რას ნიშნავს არჩევანი უნდა გქონდეს? რაში გჭირდებათ არჩევანი თუ იცით რომ ექიმი ყველგან ნორმალური ექიმია და სისტემა კარგად მუშაობს. მაშინ გადავიხადო სადაზღვეოს თანხა, როცა მე ჭირდება, როცა მე მინდა რომ გადავიხადო და არა ისე რომ ვიღაც მაიძულებდეს, რომ მე ყოველთვის ტაქსების გადასახადების სახით. არავინ არ გაიძულებს თქვენ. როდესაც სახელმწიფო გადასახადებს მაგრამ შეთანხმებული ვართ უბრალოდ რომ ჯანდაცვა არის ყველასთვის საჭირო და უნდა იყოს ხელმისაწვდომი და თუ თქვენ გინდათ მაგალითად უკეთესი ერთოთახიან იმაში ოთახში იყოთ, როდესაც არ გისურვებთ, მაგრამ თუ მოხდით კლინიკაში, ამაში შეიძლება თქვენ ფული გადაიხადოთ და უამრავი კლინიკა თავაზობს ამას, რომ აი სამ საწოლიან ოთახში არ იყოთ და ერთ საწოლიან ოთახში იყოთ. ეს პრობლემა დღესაც არის. ოთახზე არ არის, მან უფრო სრულფასოვანი. აბა ზუსტად მაგას ვამბობ, ანუ თქვენ თუ ბევრი ფული გაქვთ დაუშვათ და მე ცოტა და მე მაქვს ნაკლები ინფორმაცია და სანაცნობო წრე, რატო უნდა მივიდე მე თქვა დაბალკვალიფიციურ ექიმთან, თქვენ რატო უნდა მიხვიდეთ მაღალკვალიფიციურ ექიმთან? მე ხო აქ ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობ. მე რო ვლაპარაკობდე მაგალითად, იმიტომ რომ თქვენ არგუმენტს ვერ ხვდები რა, პირდაპირობით ხარ. ანუ რას ნიშნავს, რომ თქვენ გინდა ჯანდაცვა იყიდეთ დღესაც შეგიძლიათ. მე მინდა რომ არჩევანი მქონდეს, სხვა არაფერი. ნებისმიერი რამის თუნდაც ჯანდაცვის, რომ მე ავირჩიო რომელ სადაზღვევო კომპანიასთან ვითანამშრომლებ, მე ავირჩიო რომელ კლინიკასთან ვითანამშრომლებ. ცენტრალურ სისტემაში არჩევნის საშუალება არ მაქვს, რომელთაც ეხლა რომ მქონდეს სახელმწიფო დაზღვევა, უნდა ვიარო ევექში, სადაც ხვალ სახელმწიფო დაზღვევა. ეგ დებილი სახელმწიფოს ბრალი, რომ ზღუდავთ თქვენ მაგაში. რატო უნდა ზღუდავთ? სახელმწიფო კარგი ჯანდაცვის მაგალითებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. კი ბატონო, მოდი მინიმალურ ხელფასზე განვაგზავნოთ რა. ანუ ის არგუმენტები, რაც თქვენ მოიყვანეთ და იდეაში რაც მოსმენილი იყო, აი თუნდაც ისეთი მაგალითი რო იყო იდეაში საჩვენო არგუმენტები იყო, აი მაგალითად აი თქვენ აღწერთ სიტუაცია, რომ ანუ შვილი მყავს სუდად სიტყვაზე და იმისათვის რომ და რთული პირობა და იმისათვის რომ ეს ამბავში წამალი უყიდო, მიწევს რომ 500 ლარიან სამსახურზე დავთანხმდე რა. მაგრამ ეს რეალურად არის სიკეთე, იმიტომ რომ ამ საზოგადოებაში არსებობს 500 ლარიანი სამსახური, რომელზეც მე შემიძლია რომ აი ესეთ გადაუდებელ შემთხვევებში ვიმუშაო. მინიმალური ხელფასის სიტყვაზე 1000 ლარი ყოფილიყო, აი ეგეთ გაჭირვების ჟამს, როცა მე რაღაც ბავშვისთვის წამალი მინდა და სამსახურს ვერ შოულობ, უფრო ვერ ვიშოვიდი. ანუ შეხედეთ, დაბალკვალიფიციურ სამსახურების გაქრომა ნიშნავს იმას, რომ მე მაგალითად მინიმალური ხელფასის კანონზე იმ 500 ლარიან სამსახურს ვერ ვიშოვიდი, იმიტომ რომ მინიმალური ხელფასი 1000 სიტყვაზე 1000 ლარი და დამსაქმებელი მე ამ სიტუაციაში არ ამიყვანს, ჩემზე რახან მაღალი ხელფასი უნდა გადაიხადოს, მაგრამ ჩემზე უფრო კვალიფიციურს დაასაქმებს და რეალურად იმ შემთხვევაში მე მაქვს არჩევანი, რომ ან 500 ლარზე ვიმუშაო და ჩემ შვილს წამალი უყიდო, ან ნული მქონდეს. და საერთოდ ვერ ვნახო სამსახური. თქვენ წესრიგში ეს იქნება ნული. ამიტომ მინიმალური ხელფასის კანონის არსებობის შემთხვევაში ის ასე ვთქვათ, სამსახურები, რომელიც დაბალკვალიფიციური, რომელსაც იხდიან, ანუ მე არ მექნება საერთოდ ასარჩევად და გამოდის, რომ ან
მაღალკვალიფიციურ სამსახურში უნდა დავიწყო ეგრევე მუშაობა. ან საერთოდ ვერ უნდა დავიწყო მუშაობა და ჩემს შვილს წამალი ვერ უყიდო და თუნდაც ის არჩევანი რომ მე რაღაც მომენტში მაწყობდეს ჩემი პირობებიდან გამომდინარე, ცუდ პირობებზე დავთანხმდე და ვიმუშაო 300 ლარზე, ეს არჩევანი მე უნდა მქონდეს, იმიტომ რომ რაღაც შემთხვევებში ეს არჩევანი არის ადამიანის გადარჩენის. იგივე აი ანალოგი რო ავიღოთ სიტყვაზე ბანკებზე და მევახშეებზე. ვიღაცა მიდის მევახშესთან, იმიტომ რომ ბანკი არ აძლევს ცეცხლს და მევახშე თუ არ იარსებებს, ეს ადამიანი საერთოდ ცეცხლის გარეშე დარჩება და შესაბამისად წამალს ვერ იყიდის, ოპერაციას ვერ გაიგებს, მოკვდება. ანუ მაგას, ანუ აქაც იგივე ფუნქციას ასრულებს დაბალკვალიფიციური სამსახური, რომელიც შეიძლება თქვენი ლოგიკით ის რომ მაგალითად ჩემი მძიმე პირობების გამო იყო ის გამპირობებული და ამიტომ მომიწია დათანხმება, კი, ანუ ეგეთი რაღაცაც უნდა არსებობდეს, რომ მე რო გამიჭირდეს ბჭყალებში რა, უცებ შემეძლოს ჰიპოთეტურად 300 ლარიან სამსახურზე მუშაობა, რომ ჩემს შვილს პარაცეტამოლი უყიდო. და ამ მომენტში მე ვერ დავიწყებ ძიებას რაღაც მაღალკვალიფიციურ სამსახურებში რა. ეგ ერთი და მეორე კონკურენციის ამბავში, რომ კონკურენცია ფასდა ბალანსის კონკურენცია შეიძლება როცა გჭირდებათ მარჯვნივ ხართ და როცა გჭირდებათ მარცხნივ ხართ. არა, გეთანხმებით ფარ შეხედეთ კონკურენცია ფასებს აგდებს, მაგაში მე გეთანხმებით, მაგრამ შეხედეთ კონკურენცია რო იყოს ბაზარზე, ამისთვის საჭირო რომ ანუ რეგულაციები და გადასახადებები იყოს დაბალი. შეხედეთ, როდესაც არის შრომითი მაღალი რეგულაცია, მინიმალური ხელფასის კანონი, თქვენ ლოგიკაში არის რომ ბიზნესი მოგების მარჟას მოაკლებს და შესაბამისად ფასი არ გაზრდის. მაგრამ ეს ხდება ძალიან კონკურენტულ გარემოში, მაგრამ როდესაც შეხედეთ, მე მაქვს ბაზარი ძალიან რეგულირებული, შრომის ინსპექცია დარბის და მინიმალური ხელფასია, კონკურენცია ვერ მაქვს მაღალი ორი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ ბიზნესმენს კონკრეტულ ბიზნესში შესვლა ძალიან ხარჯიანი ხდება, ხარჯები ეზრდება, შესაბამისად ბაზარი არის ჩაკეტილი იმ პირობით, რომ მე რო მომინდეს რაღაც ბიზნესის დაწყება, იმდენად ბევრ ამას მავალდებულებს სახელმწიფო, რომ მე ვერ ვიწყებ ამ ბიზნესს რა. ამიტომ კონკურენცია მცირდება, იმით რომ ახალ მოთამაშეები არ შემოდის ბაზარზე, ზუსტად ამ რეგულაციების გამო, ეგ ერთი და მეორე ის, რომ უცხოური კომპანიებიც არ მოდიან აქ, იმიტომ რატო ჩამოვიდეს გერმანული კომპანია და აქ გააკეთოს ბიზნესი, თუ რეგულაციები იგივე იქნება, მოთხოვნები იგივე იქნება, რაც გერმანიაში და დაბეგრავთ იგივენაირად, როგორც გერმანიაში, რატო რა უნდა აქ რა. ამიტომ ის კონკურენციის კანონი ამ შემთხვევაში რეგულირებულ ბაზარზე არ მუშაობს, კომპანიები იქნება ნაკლები და ეს მხოლოდ მომსახურეობის და პროდუქტის ფასს გაზრდის, ისე რომ მარჟას ბიზნესი არ შეიმცირებს, ან გადაინაწილებს, მაგალითად 2%-ით შეიმცირებს მარჟას და 4%-ით გაზრდის მაგალითად საფასურს რა. ხო და ამიტომ ეს ორი არ არის თანხვედრაში ერთმანეთთან, რასაც თქვენ ხო, მაგრამ მე ხო აი ზუსტად ეგ გითხარით. ნახეთ, ეგ არის თეორიული მსჯელობა. პრაქტიკულად არის განსხვავებულად ხო. მე გითხარით, რანაირად და გითხარით. ხო, მაგალითად ავიც ის რაშიც იმ ადამიანმა ნობელის პრემია მიიღო, ის არის 90-იან წლებში ამერიკაში ჩატარებული ორ ქალაქში ნობელის პრემია და მიიღო მონეტარიზმის თეორიაში სამუდამო. აქეთაც არიან დიდი ეკონომისტები, ავსტრიულ სკოლაში არ უთქონს, ხო? კონკრეტულად მიზეც ვინც რაზე გამოხატა თავისი აზრი იმას გეუბნები, მაგრამ თქვენ რასაც მეუბნებით, ან ბევრი ილაპარაკეთ, არის ბევრი არგუმენტი მოიყვანეთ, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, მინიმალური ხელფასი, ჯერ მინიმალური ხელფასი ზოგადად არის, ეს არის სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც არის კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკა. მინიმალური ხელფასი და არ განისაზღვრება. მე რო ის ვახსენე, თქვათ, ბავშვის წამალი და ასე შემდეგ, იმას რაღაცა სამსახურის დაწყება, იმიტომ კი არ უნდა ჭირდებოდეს, რომ ბავშვს წამალი ჭირდება. ბავშვს წამალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ეს უბრალოდ ვახსენე, რომ უკეთესად დამენახებინა თქვენთვის. ეს საერთოდ ამას გამოვრიცხო, რომ მაგიტო ადამიანი მუშაობას იწყებდეს, რომ ერთჯერადაც წამალი ჭირდება, ხო? ანუ ადამიანს აქვს პერმანენტული საჭიროებები და იმიტომ იწყებს მუშაობას, რომ ერთჯერადაც წამალისთვის სხვა არავინ დაიწყებს, ხო? ეს ისე ვთქვი, როგორც მაგალითი. აქედან გამომდინარე, დავაკვირდეთ ახლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მაქვს რაღაცა ხელფასი. დაბალია ეს ხელფასი, ხო? თუ იმდენად დაბალია ეს ხელფასი, რომ მე ჩემ სოციალურ და ბიოლოგიურ საჭიროებებს ვერ იკმაყოფილებ, უბრალოდ ავიმუშავებ. და არ იმუშავებ, აზრი არ აქვს. ანუ შეხედეთ, არ იმუშავებ. და ამიტომ ეს უმუშევრობას კი არ მინიმალური ხელფასი კიდე ერთხელ ვამბობ, პრაქტიკაში დააკვირდით, უამრავი დაბალკვალიფიციური სამუშაო ადგილებია გამოცხადებულია, ვაკანსიები ადამიანები არ მიდიან. გამომდინარე იქიდან რომ კიდე იმას ნათესავი ეხმარება, იმას ის ეხმარება, იმიტომ რომ იმდენად ძვირია შრომა არის თვითონ იმდენად ძვირი თქვენ არჩევანი დატოვეთ ბაზარზე რომ ისიც იყოს რატო უნდა დავტოვო ეგ არჩევანი, როდესაც სხვანაირად შემიძლია ისე რომ
ისე რომ კონკურენცია თუ არის ბაზარზე, კიდე ერთხელ ვამბობ. ხო და მე გითხრათ კონკურენცია ვერ იქნება დიდი, როცა რეგულირებულია ბაზარი. შეუულებრივად, როგორ არა, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში. აი მაგალითად სუპერმარკეტების მაგალითს გეტყვი. ბატონო. რომლის მე დავწერე კანონი და იმიტომ კონკურენცია, ნახეთ როგორი რაღაცაა. აი მაგალითად მივდივარ სუპერმარკეტში. ხო? და ეხლა ხო ლაპარაკობ, ფასები არის ძალიან დიდი. რატო არის ფასები? ერთ-ერთი მიზეზი, რატო არის თქვა ძალიან დიდი ფასები, იმიტომ რომ ეს ისინი რა ქვია, სუპერმარკეტები ავალებენ მეწარმეებს მაგალითად ზედმეტ გადასახადს, როგორც შესვლის გადასახადი, უკან დაბრუნების ეგრეთ წოდებული კეშბექის გადასახადი, კიდევ ფულს არიხდიან 1-3 თვის განმავლობაში და ასე შემდეგ. და ინფლაცია და ეროვნული ბანკი რო ფულს ბეჭდავს, გიჟივით მაგას არ აქვს მნიშვნელობა ფასის. მე ხო სხვა რაღაცაზე გელაპარაკებ. მე გელაპარაკებ კონკურენციაზე. ხო და კომპლექსური ფასის დენელის კომპლექსურია. მესმის, მაგრამ კონკურენციაზე ნახეთ როგორი რაღაცა. თუ კონკურენცია არსებობს, ეს აუცილებელი არ არის რომ მინიმალური ხელფასი თუ დადგინდა, მე ფასი გავზარდო. იმიტომ რომ მე შემეშინდება რომ ის ნიშა, რომელიც ბაზარზე მიჭირავს, ეს ნიშა არ დავკარგო. აქედან გამომდინარე შევამცირებ შესაბამისად. ან დავტოვებ იგივე ფასს, მაგრამ აქ არის სხვა საკითხი. მარტო ესე ავტომატიზირებულად ხო არ ხდება ეს ყველაფერი, რომ მინიმალური ხელფასი და აუცილებლად ვიღაცა გარეთ გავიდეს ბაზრიდან. ეს ჩვეულებრივ ამა მინიმალური ხელფასი იმდენი უნდა იყოს შესაბამისად, რომ ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ 5000 ლარი იყოს საქართველოს პირობებში. მაგალითად შეიძლება იყოს 1000 ლარი, ხო? რომელსაც ეს ეკონომიკა აიტანს. თქვენ მკითხეთ, რომ პატარა კომპანიებს რა ეშველებათო, ხო? ამ შემთხვევაში პირდაპირ გეუბნებით პატარა კომპანიებზე პასუხი მაქვს. ანუ მე გამოვდივარ პრაქტიკიდან. თქვენ ამოდიხართ თეორიული მსჯელობიდან, პატარა კომპანიაზე, შეიძლება მე პატარა კომპანიებზე არ გითხარით. თქვენი არგუმენტი არის ის, რომ კონკურენცია ფასს დააბალანსებს. რაშიც ზოგადად გეთანხმებით, ზოგადად კონკურენცია, დიდი კონკურენცია დაბალ ფასს ნიშნავს. გეთანხმებით, მაგრამ თქვენ ისე წესრიგს გთავაზობთ, სადაც დიდი კონკურენცია ვერ იქნება, იმიტომ რომ ბაზარი ისეთი რეგულირებულია, რომ ან ახალი მოთამაშეები ვერ არა, თქვენს წარმოდგენაში თქვენ დიალოგ საქართველოში ბაზარი. მე ხო არ გეუბნებით, რომ რაღაც ბაზრის რეგულაცია ესეთი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი. მე ხო არ ვაპარაკობ ამ შემთხვევაში. ანუ თქვენ მეუბნებით რა იმას, რაც მე არ მithქვი. არა, შრომის ინსპექცია ხო ახსენეთ. და მე გეუბნებით 50% შემცირდა მეთქი. საგებია, მაგრამ ხო გააზვირა, მაგრამ ხო გააზვირა. ხო არ გასულა ვინმე ბაზრიდან ახალი რამდენი ვერ შემოვიდა ბაზარზე. რა იცით რა დავიდგოთ. თქვენ ხო მაგას ვერასდროს ვერ დათვლით. თქვენ ხო მაგას ვერასდროს სამშენებლო სექტორის მაგალითზე რო ვიმსჯელოთ. ხო არა, მაინტერესებს სამშენებლო სექტორის მაგალითზე რო ვიმსჯელოთ. კი ბატონო. რა ხდება სამშენებლო სექტორში? პოლიტიკური მონოპოლიები, ეკონომიკური მონოპოლიები ხო არა? იმიტომ ხო არა რომ ვიღაცა გადის. საქართველოს მოწყობილი მაგაზე ხო ჩვენ არ ვაპარაკობთ, გასაგებია რომ იქ ეროვნულმა ბანკმა დაასუბსიდირა სამშენებლო ბიზნესი კოვიდის დროს, თავრობა პროცენტს აფინანსებდა იპოთეკის. ანუ ბევრი რამეა გეთანხმებით, მაგრამ ზოგადად და სუბსიდირებულია, მაგრამ ზოგადად თქვენ რა წესრიგით თქვენ თავშია იდეალური წესრიგი რა წესრიგია იდეალური მე ხო არ მithქვა ბევრი შრომითი რეგულაციებით მინიმალური ხელფასით და რავი ყველაფერი ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ მინიმალურ ხელფასზე და მე შევეცდები კიდევ გავაძლიერო მემარჯვენე არგუმენტი რატომაც არ ვითანხმები ზოგადად მინიმალური ხელფასის დაწესებას საერთოდ ბუნებაში მინიმალური ხელფასი ყოველთვის არის 0 ლარი, 0 დოლარი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ბიზნესს ყოველთვის აქვს არჩევანის თავისუფლება და შესაძლებლობა ან არ დაასაქმოს ადამიანი საერთოდ, ან დაითხოვოს ის თუ კი ის შესაბამისად დასაქმებული ვერ ასრულებს თავის საქმის კვალიფიციურად, ვერ აკმაყოფილებს კომპანიის სტანდარტს და ასე შემდეგ. ანუ თუ კი ბაზარზე შემსრულებლები ფიზიკურად არ იქნებიან და კომპანიებსაც უფლება ექნებათ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაითხოვონ ადამიანი, სახელმწიფომ რაც არ უნდა ილაპარაკოს, რომ კარგი საქმე გააკეთა მინიმალური ხელფასის დაწესებით, რეალობა ამ შემთხვევაში ყოველთვის საპირისპირო იქნება. რეალურად ყოველთვის არ არის. ეს კატეგორიულად რატო ამბობთ ხოლმე რაღაცა? ყოველთვის როგორ არის? დავასრულებ თუ შეიძლება. შრომა ისევე რომ თქვენ შეიძლება არ დამეთანხმოთ და სოციალისტებს ზოგადად არ უყვართ, როდესაც შრომას ასევე უწოდებთ პროდუქტს. არა და ეკონომიკური თვალსაზრისით შრომა ასევე არის პროდუქტი. რომელზეც ჩვეულებრივ არსებობს მოთხოვნისა და მოქმედებს მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპები. თუ კი ბაზარზე არის ცოტა დამსაქმებელი და სინამდვილეში მე ვფიქრობ საქართველოში ნამდვილად ასეა, ცოტა არის დამსაქმებელი, იმიტომ რომ წეგან ახსენეთ დასაქმების პლატფორმები და ძირითადად ვაკანსიებს თუ გადავხედავთ, კონკრეტული კომპანიები დომინირებენ. რეალურად დამსაქმებელი არის ცოტა და შესაბამისად მუშახელი არის ბევრი ჩვენს ქვეყანაში.
დაბაკვალიფიციური შრომის ნომინალური განაკვეთი არის შესაბამისად დაბალი. ამისი ხელოვნურად გაზრდის მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან ეს იგივე იქნებოდა, როგორც აი მაგალითად, როგორც წეგან ახსენეთ, რომ თუ კი მაგალითად მინიმალური ხელფასი დაწეს და ბიზნეს გაეზარდა ხარჯები, მაღალი კონკურენციის პირობებში ის ფასს ვერ შეამცირებს. უпростоად ფასს შეამცირებს, ნაცვლად იმისა, რომ გაზარდოს. მაგრამ სიამოვნებაში თუ კი პროდუქტის შრომაც პროდუქტია, მაშინ პროდუქტში შეტანილი საფასო ცვლილება, რა თქმა უნდა, ბიზნესის მხრიდან მოთხოვნაზე იქონიებს გავლენას და ბიზნესი დაბაკვალიფიციურ შრომაზე შეამცირებს მოთხოვნას. ყველაფერი ხო ვიმეორებთ იგივეს. თუ რამის თქმა გდება? დიახ. და აი რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ ახლა ეს საკითხი, რეალურად ჩვენ ფაქტობრივად დაბაკვალიფიციურ მუშახელს ვწირავთ მარგინალიზაციის. არავის არ ვწირავთ, ხალხო, ჯერ საქართველოში არ არის ეს მინიმალური ხელფასი. არ გაგვიხილია, ანუ მიუხედავად იმისა, რომ არ არის მინიმალური ხელფასი, მაინც დასაქმება დაბალია, მაინც ვაკანსიები გამოცხადებულია და ასე შემდეგ. მე მგონი ჩამოვაყალიბე ჰიპოთეტურად საუბრობთ. მე მგონი ჩამოვაყალიბე მიზეზი რის გამო არის ზოგადად დაბალი საფასო განაკვეთი. ეს დავამატებთ თქვენის ნებართვით. როგორც დავიწყეთ საუბარი, მე ერთ-ერთ თეზად ჩამოვაყალიბე ნებაყოფლობითობა. და მე ზოგადად მჯერა ნებაყოფლობითობის და კონტრაქტის უზენაესობის, ნებაყოფლობითი ხელშეკრულების უზენაესობის. ადამიანს, მე თუმეტეს, გამოუცდელ კადრს, თუ სურვილი აქვს, რომ მოცემულ სექტორში აიმაღლოს კვალიფიკაცია და შესაბამისად პროფესიონალიზმი, მას იმის უფლებაც უნდა ჰქონდეს, რომ საერთოდ უფასოდ გაწიოს. შრომა თუ კი სანაცვლოდ ის მიიღებს გამოცდილებას, მიიღებს კვალიფიკაციას და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ მე და იმიტომ გეუბნებით. ნახეთ, ჯერტი არც ერთი ადამიანი უარეს მდგომარეობაში საკუთარ თავს გონი არ ჩაიგდებს. ამაზე ვამბობთ, რომ ნებისმიერი რაღაცა სამუშაოს, ნებისმიერი საქმიანობის ადამიანს სჭირდება აღიარება. ეს არის ფულადი აღიარება იქნება თუ რა ვიცი, ტაშის დაკვრა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავისი თავით და თავისი ნებით ადამიანი უფასოდ არაფერს არ აკეთებს. ხო ეგრეა. აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტი, რომ მე უფლება უნდა მქონდეს, რომ უფასოდაც ვიმუშაო, ეს უფლება არ იქნება. ეს თქვენი უბრალოდ იძულებითი მდგომარეობა იქნება, რომ უფასოდ რაღაცეები არ ვიცი, ნუ მე მოვიყვანეთ მაშინ ადამიანები, რომელსაც მე შევთავაზებ, რომელსაც მე შევთავაზებ, რომ იცი რა, ამაში მე ფულს გადაგიხდი და იგივე საქმიანობა აკეთე და არ გადაგიხდი და რომელს აირჩევს, ფულს რა გადაუხდიან თუ უფასოდ რო იმუშავებს. ხო, ჩვეულებრივი ამბავია იქ. ეხლა მეორე საკითხი, რაც შეეხება ხელშეკრულებას. ხელშეკრულებაზე გეთანხმებით, რომ ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, საბაზრო ძალაუფლება თეორიულად გეუბნებით, იმიტომ თეორიები გესმით. საბაზრო ძალაუფლება დამსაქმებასა და დასაქმებულს შორის ბევრად უფრო დიდი საბაზრო ძალაუფლება აქვს დამსაქმებელს. გამომდინარე იქიდან, რომ ის იძულებული ხდება, რომ ძალიან დაბალ ხელფასზეც ჩვენ ვაიძულებთ ადამიანებს, რომ დაბალ ხელფასზე იმუშაონ და კიდე უამრავ სამსამუშაოზე, 4 სამუშაოზე ჯანდაცვაზე ვლაპარაკობთ. ექთანი თქვენი აზრით, ერთი ექთანი რამდენიმე კლინიკაში მუშაობს? და მას უფლება აქვს რომ უფლება კი აქვს. არავინ არ უზღუდავს, იმიტომ რომ ესეც სახელმწიფოში ვცხოვრობთ. იმიტომ რომ არანაირი რეგულაცია არ არის და საავადმყოფოში რომ მიდის ექთანი და არანაირი რეგულაცია საავადმყოფოში რომ არ არსებობს, მაგალითად იმისა რომ ერთი ექთანი რამდენ პაციენტზე უნდა იყოს ორიენტირებული და 25 პაციენტზე ერთი ექთანი თითო საავადმყოფოში ორიენტირებული, მე რომ გადამწვარია ის ექთანი და ვიღაცა რომ მოდის და რო ეჩხუბება, ეს მაგის ამბავია, იმიტომ რომ იძულებული ხდება სამსახურში იმუშაოს, რომ ელემენტარული ოჯახი არჩინოს. გესმით, ამაზე არის საუბარი და რაც შეეხება თვითონ მინიმალური ხელფასის დაწესებას. მინიმალური ხელფასის დაწესება მარტო სახელმწიფოს მხრიდან კი არ ხდება. აი მაგალითად დანიაში ვიყავი ერთხელ და ვკითხე რომ აი მინიმალურ ხელფასს როგორ აწესებთ და მამაღლა და სახელმწიფო რა შეება და არაო სახელმწიფო საერთოდ არ ვაწესებთ მინიმალურ ხელფასს. ეს არის შეთანხმება. სკანდინავიის არც ერთ ქვეყანაში არ არის სახელმწიფოს დადგენილი. ეს არის შეთანხმება. შეთანხმება, გესმით? ძლიერ პროფკავშირებს შორის ეს უნდა გავაცნობიეროთ. რატო? იმიტომ რომ საბაზრო ძალაუფლებას ერთი ადამიანი დამსაქმებლის საბაზრო ძალაუფლებას მარტო ვერ უპირისპირდება და ამიტომ ძლიერ პროფკავშირებს შორის და დამსაქმებელს შორის არის დადგენილი მინიმალური ხელფასი, რომელსაც არავინ არ გაყავს ბაზრიდან საერთოდ და სამუშაო ადგილებს არ აუქმებს და მეორე, თუ სახელმწიფოს შემთხვევაში იქნება ეს მინიმალური ხელფასი რაღაცა ვოლუნტარისტულად კი არ უნდა დაწესდეს. სკანდინავიის მაგალითი ახსენეთ და ძალიან ცოტა დრო რჩება სკანდინავიის მაგალითზემი და გიპასუხოთ. იგივე ნოდულ სახელმწიფოებში არსად არ არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასი. იმიტომ რომ ძლიერი პროფკავშირები, მაგრამ იგივე რიქს ბანკის, შვედეთის ცენტრალური ბანკის კვლევებს რომ გადახედოთ, თქვენ შეგვიძლიათ wild
wage drift-ის ფენომენს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების მიუხედავად მაღალი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური შრომის პირობებში მინიმალურ ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება საბაზრო განაკვეთი. ანუ დაბაკვალიფიციურ შრომას და ადამიანს, რომელსაც სურს რომ მინიმალურ განაკვეთზე მაგ არგუმენტში. მოვდივარ მაგ არგუმენტზე. ოღონდ რატო ხდება თქო, გეტყვით. ერთი რომ იმიტომ რომ იქ ცოტაა შეიძლება იმცოდნის ადამიანი და აქედან გამომდინარე ყველა კომპანიას უნდა ის მაღალი კვალიფიკაციის ფონი აიყვანოს და ამიტომ უფრო მეტ ხელფას თავაზობს და კონკურენცია თვითონ კომპანიებს შორის. დიახ. ანუ ბაზარი უფრო მაღალ განაკვეთს ადგენს ვიდრე პროფკავშირებსა და მეორეა რომ სადაც დაბალი კვალიფიკაცია, იქ იმდენად ძლიერია პროფკავშირი, რომ დამსაქმებელი უბრალოდ პროფკავშირების გარეთ ვერავის ვერ იპოვის და იძულებული ამ კოლექტიურ ძალასთან, რომელსაც პროფკავშირი გამოხატავს, დაეთანხმოს შეთანხმების საფუძველზე, თორე დიდი სიამოვნებით ეს პროფკავშირი არ არსებობდეს, კიდევ უფრო დაბალ ხელფასს მისცემდა. გესმით? აქ არის ეს არის მოდელები, როგორ ვადგენთ მინიმალურ ხელფასს. მინიმალურ ხელფასს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რაღაც აბსურდული ვოლუნტარისტული მოთხოვნა კი არ უნდა იყოს რამდენი. ეს უნდა იყოს განსაზღვრული ეკონომიკური პარამეტრების გააზრების შედეგად, რომ რა არ დააზიანებს მაგას ეკონომიკას. როგორც ავტომატურად მინიმალური ხელფასის არსებობა ეკონომიკას არ აზიანებს, ისე შესაბამისად ვოლუნტარისტულად დადგენილი მინიმალური ხელფასი დააზიანებს. ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მინდა დაგისვათ და ვთხოვ რომ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მინდა კითხვა. ახეთ არის მინიმალური ხელფასი და არის საათობრივი ანაზღაურება. მინიმალური ხელფასი იგულისხმობს თვიურად ხელფასის გადახდას. საათობრივი ანაზღაურება. ანუ თქვენ საუბრობთ საათობრივ ანაზღაურებას. ეს ამის განსხვავება მნიშვნელოვანია. ახლა მოდი კიდევ ერთი კითხვა. თუ კი მაგალითად ძალიან პირობითად საათობრივი ანაზღაურების ფარგლებში დაწესდა მინიმალური 2 ლარი ანაზღაურება მაგალითად ვთქვათ. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? ვინ დაზარალდება? ადამიანი, რომლის შრომაც არ ღირს საათში 1 ლარზე მეტი, თუ ის ადამიანი, რომელიც ვთქვათ 2 ლარს ან მეტს საათში, ისეაც გამოიმუშავებს ყოველგვარი რეგულაციის გარეშეც, ასეთი ტიპის რეგულაციის გარეშეც. ანუ შრომის ხელოვნურად გაძვირება თქვენი აზრით გამოიწვევს თუ არა? იმაზე გავდივართ დაახლოებით საათობრივი იქნება თუ თვეში იქნება, იგივე რაღაცაზე გავდივართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნახეთ, მინიმალური ხელფასი კი არ უნდა დადგინდეს ხო ვიღაცას იდეოლოგიური პერსპექტივიდან რაღაცა თანხა უნდა თუ არა. მინიმალური ხელფასი უნდა დადგინდეს ბევრი ეკონომიკური პარამეტრები და ადამიანს მისი ფიზიოლოგიური და სოციალური არსებობისთვის რამდენი ჭირდება. ეს უნდა იყოს ამოსავალი. დასაქმებულებს კი მორჩა, მაგრამ გიგ ეკონომიკას დასაქმებულებს ხო არ ეხებათ საათობრივი ანაზღაურებას. ვიცი რომ არ ეხებათ. კიდევ ერთხელ დამეკრება. ვთვლი რომ მინიმალურ ხელფასზე უკვე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, ამიტომ მე მინდა რომ გადასახადებზე ვისაუბროთ. როგორც თქვენ თქვით თავიდანვე, თქვენ ემხრობით რაცა საყოველთაო სიკეთეს, როგორც თქვენ თქვით, რომ ადამიანები რომელსაც უფრო მეტი არ არსებობს? არსებობს, მაგრამ მარტივ რაღაცას გეტყვი საყოველთაო სიკეთეზე. აი ამ წუთას ქონდა საუბარი. ჯერ დავამთავრებ არემ და მე გაგრძელოთ. ხო, თქვენ როგორც თქვით, ადამიანები რომლებიც თავისი შრომის და დროის გამო, რომლებიც რაღაც უფრო დიდ ხელფასს იღებენ, ან უფრო მეტი შემოსავალი აქვს. ყვილი არის. თავიდანვე გეუბნები. მე რომ შესაბამისად, მაგალითად, დიდრის ოჯახში დავიბადე, ჩემი ასე საწყისი პოზიცია, რომ უფრო მაღალი ხელფასი მქონდეს, უფრო უკეთესი ცხოვრება მქონდეს, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე რომ დავიბადე ღარიბის ოჯახში. ამიტომ თავიდანვე ეგ აბსურდია, განსაკუთრებით საქართველოში, რომ ვიღაცებმა წარმატებას თუ ყველა ვინ წარმატებას მიაღწია ეკონომიკურად ძალიან ისეთი bright minded ტიპები არის. არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი შრომით ცოდნით და დროით იღებენ უფრო მეტ შემოსავალს. თავარი არის კაპიტალი, ჩვენ ვართ ინდივიდები და რაღაც პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, საკუთარ საქციელზე და საკუთარ ცხოვრებაზე. რატომ მაიძულებს სახელმწიფო? იმ მოცემულობებში, რა მოცემულობებშიც მე ვარ, ანუ იმ სოციალურ სტრუქტურაში რა მოცემულობებში. რატომ სახელმწიფო, ან რატომ უნდა შემიქმნას სახელმწიფო, რაღაცა იძულებითი სიკეთის კეთების ვალდებულება. სიკეთების რაზე მელაპარაკებ? რომელ სიკეთებს? თქვენ რომ ადამიანები, რომლებიც უფრო მეტი შემოსავალი აქვს, უნდა დავბეგროთ უფრო მეტი. კი, რატო უნდა დავბეგროთ? ძალიან კი არა. ადამიანებს, რომელსაც ნაკლები შემოსავალი აქვს, მათ უკეთებენ, რაღაცა მათ უქმნიან საშუალებას, რომ ვითომ ისინი ზრუნავენ. ლოგიკაში ოღონდ მადროვეთ, როგორ თქვი მეთქი. რაღაცა X თანხა გჭირდება რაღაცისთვის და არ ყოფნის. გესმით? ეს ვიცით რომ ამისთვის გჭირდება თქვენც, მეც, დიდარმაც ღარიბაც და არ ყოფნის.
აქედან გამომდინარე მე ესე გჭირდება უფრო მეტი ფული. ვიღაცამ უნდა დადოს ეს ფული, ხო? მე რო დაბალ შემოსავლიანი ვარ, კიდე თუ მე მეტ ფულს გამომართმევ, მე საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვიყიდი. ანუ თქვენ თვლით, რომ ეს თანაბარუფლებიანობა არის, როცა ადამიანს რომელსაც უფრო მეტი შემოსავლები ის უნდა თავბეგროს. რატო? მარტო იმიტომ, რომ თავისი იმიტომ რომ საჯარო სიკეთეები, აი მაგალითად, უფასო ჯანდაცვით, უფასო განათლებით, უფასო შესაბამისად გზით, პოლიციით, სასამართლოთი და ასე შემდეგ, რომელიც უფასო ან სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფო უზრუნველყოფს. თქვათ სახელმწიფო ისევ ჩვენი ხელფასების ხო, სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხო, ან ბიუჯეტი, მოდით დავარქვა, ბიუჯეტი უზრუნველყოფს. ის უფრო სარგებლობს ვიდრე მე. მაგალითად, მარტივად გეტყვით, პოლიციელისგან ვინ უფრო სარგებლობს, ღარიბი თუ მდიდარი? ორივე თანაბარი. როგორ თანაბარი? ღარიბ საერთოდ არავინ არაფერს არ წაართმევს და საერთოდ არ მიეკარება არავინ. და პოლიციელი მისჭირდება. არ მსგავსი შემთხვევა, რომ პოლიცია ღარიბსაც ზუსტად ივენაერად დაჭირდა, როგორც მდიდარს? არა, ჰიპოთეტურად შეიძლება გქონია, რა თქმა უნდა, მეზობელს შორის შეიძლება დავა იყოს, მაგრამ ვის გაქურდავენ, ღარიბს თუ მდიდარს? ხო, მარტო ქურდობაზე ხო. არა, მარტო ქურდობა ხო არ არის, სხვა რაღაცა საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის გამოყენებაზე, ხო? რატო პოლიციის ავტობანის გამოყენებაზე, ვის ჭირდება ავტობანი, ვისაც ბენზინის ფული არ აქვს, თუ ვისი ტრაილერების მაგალითად ავტობანზე გადაადგილება, ვინ სარგებლობს ამით? ორივე. როგორ ბენზინის ფული რო არ ამაქვს და ვერ მივდივარ, მაგალითად ვარ ზესტაფონელი და ვერ მივდივარ. მარშრუტკით არ მიდიხართ ავტობუსით? კი, მარშრუტკით მივდივარ, კი, მაგრამ ვინ უფრო სარგებლობს? ვინ უფრო სარგებლობს? ის რო ტრაილერი გადააგდა მოგებას პოულობს თუ მე, რომელმაც სოფელში ბებია ან ბაბუა უნდა მოვინახულო, ან შესაბამისად ვიღაცა. ხო, აი, ნახეთ, ჩემი აზრით თქვენი ლოგიკა არის ხა აბსურდი ძალიან დიდი ბოდიში. რითიდან ეს თანაბარუფლებიანობა არანაირად არ არის. უფლებიანობა როგორ? ისეთი არგუმენტები მოგაქვთ, რომელიც არ ისეთი არგუმენტები მოგაქვთ. რომელი არგუმენტი? აი, არგუმენტი, მაშინ არგუმენტ შეეწინააღმდეგე. არგუმენტ შეეწინააღმდეგე. კი, არგუმენტ შეეწინააღმდეგე. კი, აი, ავტობანის არგუმენტ შეეწინააღმდეგე. მე უფრო ხშირად ვიყენებ და უფრო მეტ მოგებას ნახულობ, რომ ამაში მე ჩემი წვლილი შევიტანე თუ ვიღაც ბიზნესმენი, რომლის ტრაილერები დადიან, ტვირთი გადააქვს და კიდე მისი ბიზნესი იზრდება. ეს ყველაფერი ისე ხო არ იყოფა, რომ ვინ რამდენჯერ მდიდარი 10-ჯერ იყენებს და ღარიბი ერთხელ. არა, მე გეუბნები ზოგადად სარგებელს, ფარდობით სარგებელს გეუბნები, გესმის? ფარდობით სარგებელს გეუბნები. ფარდობით სარგებელი ვის უფრო მეტია? ხო, მე იმას გეუბნები, რომ ის ამით ფულ შეულობზე მე კიდე სადღაც მე რატო უნდა მაიძულოს, რომ ღარიბზე ვიზრუნო. როცა არავინ არ გაგიგებთ საკუთარ თავზე. როგორ უნდა ავიღო პასუხისმგები, ისედაც მივდივარ, შრომობ და 600 ლარი მაქვს ხელფასი. მე მოდის სახელმწიფო, იმიტომ რომ აი აბსურდული დამოკიდებულება აქვს. შრომობ, ვიღებ ხელფასს და საერთო რაღაცა ავტობუსი ნაკლებად შემოსავლებზე ვიზრუნო, მე უფრო მეტი დავიბეგრო. სადღაც ასფალტი უნდა დავაგო და დასავლეთ აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზა უნდა გავაკეთოთ. მე და ფული არ ყოფნის. მე კიდე მართმევ შესაბამისად მიზრდი, იმიტომ საიდანაც ფული ხო უნდა გაჩნდეს. მე მიზრდი გადასახადს დაბალ შემოსავლეს და საერთოდ არაფერზე ფული არ მრჩება და იმ დიდარს შესაბამისად რო გაუზარდო გადასახადი იმ შემთხვევაში ახალ საათსაც იყიდის დაუშვათ. და რატომ არა? რატომ არა? იმიტომ რომ მე ხო საერთოდ უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდები. ადამიანები ხო იმიტომ მუშაობთ, რომ რაღაც საკუთარი სურვილები დავაკმაყოფილოთ და საჭიროებები. მე ხო უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდები. რადგან მე უფრო მეტი მაქვს შემოსავალი. მე უკიდურეს მდგომარეობაში ხო აღმოჩნდები. უფრო მეტი და საკუთარი რაღაც სურვილებზე უარი არ უნდა. მარტივ კითხვას გისვამთ მაშინ. არ მინდეს მორალური არგუმენტები არ მიყვარს, მაგრამ მე რო კიდე დამბეგროთ. მე ხო უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდები უფრო. არ ვლაპარაკობ ჩვენ ვამბობთ, რომ თანაბარი უფლებები უნდა ქონდეს და თანაბრად უნდა იბეგრებოდეს. უფლებები რა რაღაცაზე შევთანხმდით და რაღაც საჭიროება გაჩნდა. თანაბარ უფლებებში ვარ. ოღონდ რაღაცა საჭიროება გაჩნდა. თქვენ გაქვთ 5000 ლარი ხელფასი, მე მაქვს 800 ლარი ხელფასი. ამ ფარდობითობას მე ტყუილს არ გეუბნები, ხო? სახელმწიფო იმის უფლება, რომ რაღაცა ჩემი ნებით დავეხმარო რაღაცას, ჩემი ნებით გავაკეთო. იგივე არგუმენტი. უამრავი მაგალითი არის. მე ხო არ გეუბნები სიკეთეზე ხო არ გელაპარაკებ. სიკეთე ესე არ არსებობს, საჯარო სიკეთე, საჯარო რა ვიცი. სოციალური პროდუქტი. თქვენ არაფერში არ მეწინააღმდეგებთ. ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი აქვს შემოსავალი, არ უნდა ზრუნავდნენ იმაზე. მე არ გეუბნებით, რომ ვინმე უნდა ზრუნავდეს.
სიტყვა ზრუნვას 15 წუთში ზუსტად კი, ამაზე ზრუნვა, იმიტომ რომ მე დამენახებინა თქვენთვის რას ნიშნავს ზრუნვა. არა, არც არ ვეწინააღმდეგებ. ზრუნვაზე რატო ვახსენებ ზრუნვას? ზოგადად მეთქი, როდესაც საზოგადოებაში აქვს განცდა ადამიანებს, რომ ერთმანეთზე ზრუნავენ, დიდარი და ღარიბი და ეს გახლეჩილობა არ არის, ბევრად უფრო ჰარმონიალურად თქო საზოგადოება. ეგ გითხარით, მაგრამ რაც შეეხება ნებაყოფლობით, კიდე ერთხელ ვამბობ, დიდარის და ღარიბის, ანუ დიდარი და ღარიბი ადამიანების არსებობას ხო არ გამორიცხავთ? არა. ღარიბ ადამიანს იმასაც ხო არ გამორიცხავთ, რომ ღარიბ ადამიანებს თან მუშაობენ, იმას არ გეუბნებით, რომ არ მუშაობენ და ძინავთ. ღარიბ ადამიანებს არ აქვს შესაბამისად იმდენი შემოსავალი, ელემენტარული თავი გაართვან და ნორმალურად სოციალური და ფიზიოლოგიური არსებობა შეძლონ. ხო არ უარყოფთ ამას? არ უარყოფთ. მაშინ თუ არ დავამთავრებინეთ, ხო რა გიხსნით? არ უარყოფთ ამას. ეხლა რა ვქნათ? ყავს ესეთი ადამიანები და ყავს დიდარი ადამიანები და ჩვენ წინაშე დადგა საჭიროება რაღაცის გაკეთების, რომლისგანაც ორივე ვსარგებლოთ, რასაც მე სამწუხაროდ თქვენ და საჯარო სიკეთეს ვარქმევ. სიკეთეს სიტყვას საჯარო საჭიროება დავარქვევ. ეხლა დგება ფული გჭირდება ამისთვის ბიუჯეტში, იმიტომ რომ ბიუჯეტმა უნდა გააკეთოს, იმიტომ კერძო სექტორი ამას არ აკეთებს, ავტობანს არ გააკეთებს კერძო სექტორი რა. დანახარჯი მისთვის დიდია და აქედან მოგებას ვერ ნახავთ. აქედან გამომდინარე სახელმწიფო უნდა გააკეთოს. ეხლა მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ ამას რო ფული მოვაკლოთ, ვინც ისედაც ძიმე მდგომარეობაშია. ხო? იმიტომ რომ მეტი ფული გჭირდება. ეს ჩავარდება უკიდურესად ძიმე მდგომარეობაში და იმას რომ მოვაკლოთ, შეიძლება კი შეუმცირდეს უბრალოდ შემოსავალი, მაგრამ მისი მდგომარეობა ესე არ დამძიმდება როგორც ამის. ძალიან მარტივი რაღაცა. აი იმაზე ლაპარაკობდით, რომ თუ DGG-ს გაუზრდითო ღარიბსაცო, რო შევავსოთო რაღაც X თანხა რაც ბიუჯეტში გჭირდება, რომ როგორც საზოგადოება ეხა ვახსენებ კი. ხო, როგორც საზოგადოებამ ვიცხოვროთო X თანხა გვინდაო, რომ შევძლოთო ეს ყველაფერიო და დიდრების ხარჯზე გვინდა ეგ მოუმატოთ, ხო, რომ მაგას საუბრობდით ზუსტად რა, რომ თუ ბიუჯეტ შევავსებთ, აი დავამთავრეთ რა, წეგან ძალიან ცოტა დრო მქონდა და მართლა ჩავარდ. აი, რამდენი დრო X თანხა გჭირდება რაღაც, რაზეც არ ყოფნის ამ წამს ფული. თუ როგორც ღარიბს ისევე მდიდარს გაუზდით, შეგვიძლია ეს X თანხა შევკრათ, მაგრამ ღარიბები ბევრად უფრო უკიდურესად დაბალ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. თქვენ განიხილავთ იმ სიტუაციას, რომ მაგალითად ბიუჯეტი რითიც ივსება მაგალითად ძალიან ბევრი რაღაც ბიუჯეტი უпростоად ბიუჯეტიდან რაც იხარჯება. ბევრი სამინისტრო მაგალითად გავაუქმოთ და ხარჯები მოვაკლოთ. მაგ პრიმიტიულ საუბარში ვერ შევალ, რომ ბევრი სამინისტრო აეხა და ბევრი საჯარო მოხელე ყო და გავუშვათ. მოდი პირდაპირ გეტყვით, საქართველოში არის ერთ მაგაში კიდე ერთხელ ვამბობ. არ გეთანხმებით, ეხლა გეტყვით რატო. ეს სახელმწიფოს ზომა ეკონომიკაში იზომება თლიან ეროვნულ შიდა პროდუქტში სახელმწიფოს ზომის მიმართებით. საქართველოში არის 28-29%. OECD-ს ქვეყნები, ეს არის ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები შედის და ასე შემდეგ და ასე ამერიკა. აი ეგეც კი, იქაც კი სახელმწიფოს წილი არის ბევრად უფრო მაღალი. საშუალო არის დაახლოებით, რა ვიცი, 43%, 45%, სადღაც სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოში კიდევ უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე არაეფექტურად მუშაობს სამინისტროში, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ეხლა ნუ მაშინ საჯარო მოხელეებს თუ აკრიტიკებთ, მითხარით, რომ საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია არ ხდება. მე მაგაში არ გეთანხმებ. კარგად არ ხარჯავს ფულს. ხო, ნუ მე პირდაპირ გეუბნები უფრო დიდი საჯარო ჩვენ თუ გვინდა უკეთესად ვიცხოვროთ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უკეთესი საჯარო სამსახური უნდა გქონდეს. ამაში მე გეთანხმები და შეიძლება სადღაც მეტი თქვით? არა, მეტი გააჩნია რაში. აი მაგალითად, ჯანდაცვაზე ჯანდაცვა მესმის მეტნაკლებად უფრო უკეთესად, იმიტომ რომ ჩემი დავიცი, კვლევების დიდი ნაწილი მიმართულია ჯანდაცვაზე. გეუბნები, ჯანდაცვა ნორმალურად ჯანდაცვა რომ იფუნქციონიროს, ბევრად უფრო ნაკლები რო იყოს ხარჯი და ბევრად უფრო უკეთესი ხარისხი. ჩვენ გვჭირდება ეგრეთ წოდებული გლობალური ბიუჯეტირება ჯანდაცვის. მაგრამ გლობალური ბიუჯეტირების შემთხვევაში გვჭირდება ძალიან ძლიერი საჯარო სახელმწიფო სამსახური, რომელსაც ამის დათვლის და ანალიზის შესაძლებლობა აქვს, რომელიც სამსახურიც მაგალითად საქართველოში არ არსებობს. ხო ჭირდება დაახლოებით ამ სამსახურს ერთი 30-50 თანამშრომელი. შეიძლება 50-30 თანამშრომელი უნდა დაემატოს. მაგრამ შეიძლება სხვაგან ისეთი ადგილებია სამუშაო შექმნილი, რომელიც შეიძლება საჭირო არ არის. მე მაგ დისკუსიაში ხო არ შემოვიდი. შეიძლება ბევრი ისეთი ადგილები, რომელიც საჭირო არ არის. მე გეუბნებით უბრალოდ რომ თლიანი დანახარჯი სახელმწიფოს საქართველოში ბევრად უფრო ნაკლებია. ვიდრე შესაბამისად სხვა განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში. რატო დავამატოთ პოტენციური ის ადგილები, რომელიც შეიძლება არ დაგჭირდეს? არა, მე
ხوار გეუბნებით ის დავამატრო თუ არ დაგჭირდეს ხო მე გეუბნებით რაც უკეთესი იქნება და სოფლიო გამოცდილება ანახებს კერძო სისტემა სადაც არის ჯანდაცვის იქ არის გლობალური ბიუჯეტირება რომელიც ხარჯებს ამცირებს და ხარისხს ხსდის მეც არაფერზე არ გეუბნებით მაგრამ მე ხوار გეუბნებით ვინმე დავამატოთ ხო ეხლა რაც შეეხება თავიდან რაღაც დამოვიწყოთ სანამ იმაზე გადავიდეთ რაღაც არგუმენტი გქონდა თქვენ იმაზეც მინდა გიპასუხოთ ნუ ბიუჯეტის შემახსენეთ ბიუჯეტის გაზრდის მაგივრად რომ მორალურად ისეთი რაღაც ნუ მაგაზე გიპასუხოთ ბიუჯეტზე არის კიდე ერთხელ ვამბობ ნახეთ რაც შეეხება ბიუჯეტი ჩვენთან არის ძალიან მცირე მთლიანად ეკონომიკასთან მიმართებაში ძალიან მცირე რატო იმიტომ რომ 2000 რომელი წელი იყო 2000 მე მგონი 10 წელს თუ არ ვცდები შემოიღეს ეგრეთ წოდებული ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომელმაც განსაზღვრა პარამეტრები, რომ ბიუჯეტი უნდა იყოს 30%-ზე ნაკლები აუცილებლად, მიუხედავად იმისა, ჭირდება თუ არა, შეიძლება დამჭირდეს რაღაცას. აი, მაგალითად, სესხის აღება დამჭირდეს, რომ ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს რაღაცა, მაგალითად, კატაკლიზმა მოხდა და ასე შემდეგ, ხო? ეს ამ კანონმა შეზღუდა მეორე 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს კონდეს, ესე იგი დეფიციტი ბიუჯეტის. ანუ ეს რაც გულისხმობს, რომ რაც შემოსავლები ამ პირობებში ამბობთ, ხო რაც კი, და პროგრესული გადასახადის არ უნდა იყოს, თქვენ უნდა ხართ ბედნიერები, კონსტიტუცია გიცავთ, რომ პროგრესული გადასახადი ვერ იქნება საქართველოში. გესმით? ანუ ვიდა მოდი დემოკრატიაზე ვილაპარაკოთ პროგრესული გადასახადის კონტექსტში, თუ გინდათ. ნახეთ, ადამიანებს საქართველოში, მაგალითად, პარლამენტი რატო არ მუშაობს როგორც პარლამენტი? არა, ხა განცდა რომ პარლამენტში რაღაცებზე არის საუბარი, მაგრამ არაფერი არ იცვლება. მე მგონი ყველას და მთელი მე მაგას ვამბობ რატომ არ იცვლება იცი პარლამენტს აქვს წარქმეული უფლება რომ ამ ქვეყნის ეკონომიკაზე გადაწყვეტილება მიიღოს თუ პარლამენტს უფლება არ ექნება გადასახადი გაზარდოს თუ საჭიროა და თუ მიაჩნია თუ მიაჩნია პირდაპირ გეუბნეთ მე მინდა შესაბამისად მე მინდა რაღაცების შემცირება სიკეთის მომტანის რაღაცების შემცირება შეიძლება სიკეთის მე ეხლა ეს გეტყვით რა ბიუჯეტზე ვლაპარაკობ არა საჭირო მაგის ანალიზი გააკეთეთ ხალხო რა და თქვით რომ აი ამას ეს თუ აღარ იქნება შესაბამისად აი სამსახურები ან ის რამდენი დაიზოგება და გაქრებით რომ განათლების სამინისტრო გავაკეთო მე ეგ არ ვიცი არ შემისწავლია რა შეიძლება გაქრეს და შესაბამისად განათლების სამინისტრო გაქრეს რა მოხდება უკვე არა კონკრეტულზე არ გელაპარაკებით და დარწმუნებული ვარ რომ ჯანდაცვაში ჩემზე მეტი წაგიკითხავთ და გესმით უბრალოდ მაგალითად მოვიყვანოთ რომ მე ვთვლი რომ განათლების სისტემის გარეშე ადამიანებს შეგვიძლია ჩვეულებრივად განათლება მივიღოთ და ვიცხოვროთ რაც დაუმატეთ ერთ წუთი როგორ ჩემი აზრით ბავშვების განათლების მიღება რომ ავთოს ხო იცნობთ რომ მეგრილიშვილია თუ მეგრელაძე ხო იცნობთ პარლამენტში ვახო მითხრა გენიალური რაღაც რატო უნდა ერეოდეს მგეს გადავწით უკვე რატო უნდა ერეოდეს ხო რაღაცა მშობლები აი მაგალითად მე ვარ უპასუხისგებლო მშობელი ოღონდ მარტივად გეუბნები და მივიყვანე იმაში აი რაღაც დარბაზი რო ვარჯიშობენ აი იქ მივიყვანე ბავშვი მიუხედავად იმისა ამ ბავშვს ეს ფიზიოლოგიურად დააზიანებს. კი ბატონო, თქვენი შვილია თქვენ. რას ნიშნავს ჩემი შვილია? ანუ მე თუ უპასუხისმგებლო მშობელი ვარ, ესე იგი ჩემი შვილი შემიძლია გავწირო, იმიტომ რომ რაღაცა სკოლიოზი დაემართოს ან ლორდოზი. კარგი, მე ხო თქვათ რაღაც ზრდასრული ვარ და უპასუხისმგებლო. მე ხო შემიძლია რომ აფთიაქში შევიდე და 50 წელი ასპირინი ვიყიდო და დავლია. მაგას ხო არ შვები მე. წინასწარ რაც ვიცი რომ რაციონალური ადამიანი მაგაზე შევთავაზეთ. კი ბატონო, მაგაზე შევთავაზეთ რომ რაციონალური ხალხი ვართ ყველა ადამიანი. რაციონალური კარგლებში. ვცდილობთ რომ ხო, მაქსიმალურად რაციონალურად მოვიქცეთ ჩვენ სასარგებლოდ. მე თუ ესეთი ადამიანი ვარ და მყავს შვილი, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ არც თქვენ არ გეყარებათ ჩემი შვილი შემზე მეტად და სახელმწიფოს მით უმეტეს. აი რატო ვავალდებულებთ სახელმწიფოს რომ მაგ კონკრეტულად თუნდაც უპასუხისმგებლო მშობელზე მეტად პასუხისმგებლით მოიქცეს იმ ბავშვს. იმიტომ რომ შვილი არასრულწლოვანია შესაბამისად. კი, მაგრამ თქვენ თუ არასრულწლოვანია. ხო, მაგრამ თქვენ ხო სხვა ბავშვზე იღებთ გადაწყვეტილებას. სხვა სუბიექტია ბავშვი, ხო სუბიექტია. სხვაზე ხო არ. სუბიექტია ბავშვი. სუბიექტია, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობაა, რომელიც მე გავაკეთებ. ვეღარ იწერს, მაგრამ მოდი რო გავაგზავნოთ. სუბიექტი ხო არის ბავშვი? კი. ანუ მე უპასუხისმგებლო მშობელი სუბიექტს ვაზიანებ. კი ბატონო. იუვენალურ სამართალზე ხო არ გელაპარაკებით ხო წავართვა თუ ვაზიანებ სახელმწიფოც აზიანებს ანუ რატო გეუბნებით მაგალითად შენ 14 წლის შვილს უნდა და ვარჯიში აი რაღაც რა ქვია ჟიმი თუ რაღაც ხო სპორტდარბაზში წავიდა და მშობლის გარეშე არ უნდა მოხვიდე ვეუბნები რატო ახლა სად ვიარო მეთქი რა ვარჯიში თავი დამანებია არ მინდოდა ვარჯიში არ მიცეს უფლება არგუმენტი იყო ეგეთი რა